ღმერთის გარეშე სულს ვერავინ და ვერაფერი ვერ აქვს. ანუ ჩვენ ყველანი ვართ ღმერთის შვილები. აი, ვინც აქ ხართ ყველანი, ხართ ღმერთის შვილები. და თავარი ადამიანმა გააცნობიეროს, რომ რას ნიშნავს ღმერთის შვილობა. აი, რას მაგათ აი, თქვენ ხო პირადი მშობლები ყავთ, ხო? დედა და მამა ხო ყავთ, თქვენი მშობლები ხო ყავთ? აი, თქვენი აი მშობლის აი თქვენ რო თქვენ მშობლთან სწორი დამოკიდებულება გქონდეთ, რა უნდა გააკეთოთ? რაც თქვენ მშობლებს მოწონთ, უნდა გააკეთოთ, ხო? და თუ მშობელი თან თუ კარგად გზის, მით უმეტეს უნდა გაყო ხო მშობელს, ხო? უნდა გაიგო შენ მშობელს შეგა რა უნდა, რატო ითხოვ შენ მშობელი ამას? ზოგჯერ ხო მშობლები, ზოგჯერ ხო გექცევიან ხოლმე კაცრად. თუ არ გექცევიან? ზოგჯერ გექცევიან კაცრად ხოლმე. და მშობელი რატო გექცევა კაცრად? იმიტომ რომ არ უყვარ ხარ? იმიტომ რომ რაღაცა შენ რაღაც ისეთ რაღაცა საქციელს შადიხარ, რის გამოც შენ კაცად გელაპარაკებ, არა და მშობელს, აი მე ნამდვილ მშობელს და ვინც აი მართლა შვილი უყვარს, აი მე არ მეგულება მშობელი, რომელსაც უნდას რომ შულს ამი ატკინოს, რა რაღაცა აწყენოს, რა რაღაცა შვილი ეგეთი წარმოუდგენელია მშობლისგან, რომ მშობელი წარმოუდგენელი შულს რაღაცა ისე კაცად მოექცეს უბრალოდ, აი გამორიცხული ეგეთი რამე. უყვარ ხარ და რაღაცა რომ ხედავს რომ შენთან უკვე სხვა გზა აღარ რჩება, სიტყვა აღარ გესმის, საუბარი აღარ გესმის, უკვე გესაუბრება და საუბარი ვერ იღებ მის საუბარს, არა და ხედავს რომ თუ ესე კაცად არ მოგექცევა, შენ ზიანდები. ზიანდები, იმიტომ რომ შენ საკუთარი თავის მართვა აღარ შეგიძლია, ვერ მართავ საკუთარ თავს. ამიტომ ზოგჯერ იძულებული ხდება მშობელი რაღაცა უფრო ისეთ შეიძლება ხმამაღალ და გელაპარაკოს, შეიძლება რაღაცა ცოტა შეგაჯანჯღაროს კიდევაც, რაღაც დაგსაჯოს, რაღაცა ის რა ძალიან მოგწონს, შეიძლება ის რაღაცა რო ჩამოგართვას, რაღაცა უამრავი რაღაც არსებობს, ხო? ფორმები ამისა, როცა შემოგიქცევს მშობელი. რატო იქცევა მშობელი ესე? ერთადერთი მიზეზით. მას შენ ძალიან უყვარ ხარ და უნდა რომ შენ სწორად გაიზარდო. სხვა მიზეზი მშობელს არ აქვს დამოკიდებულებაში. არანაირი. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენ ხოციერი მშობლები თუ ესე გვექცევიან. აი ღმერთი, რომელიც ჩვენი მშობლების მშობელია და ყველას მშობელია. ის ღმერთი ჩვენ საერთოდ როგორ გვექცევა, წარმოგიდგენთ, ახლა ის ღმერთი როგორ დამოკიდებულა შენთან. ღმერთზე მოსიყვარულე დედამიწაზე არავინ არ არის, იმიტომ რომ ჩვენ თუ რამე სიყვარულის გზნობა გაგვაჩნია და ვინმე გვიყვარს რა რაღაც ოდნავ გამოხატავთ სიყვარულს, ეს არის აი ღმერთის სიყვარულთან ძალიან პატარა ნაპერწკალი. აი ჩვენი სიყვარული ხა ჩვენ როგორ ჩვენი შვილები გვყავს მშობლებს, როგორ ჩვენ გვყავს ჩვენი მშობლები, ჩვენ დედმამის შვილები, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ახლობლები, ეს არის აი ღმერთის სიყვარულთან შედარებით არის ძალიან ნაპერწკალი. ძალიან მცირეა ჩვენი სიყვარული ღმერთის სიყვარულთან შედარებით, ძალიან მცირეა. აი ადამიანები მაგათაც აი არიან ადამიანები წმინდა ადამიანებს ეძახიან, წმინდა ადამიანები გახდა წმინდანი. ანუ საკუთარ თავზე იმუშავა და საკუთარი სული გაწმინდა, გაასუფთავა, დააწყრიალა ეს სული. ესეთ ადამიანებში სიყვარული არის ძალიან დიდი. აი ძალიან დიდი სიყვარული აქვს. იცით როგორი ადამიანები ვართ ეს ადამიანები წმინდა ადამიანებს? რო ლანძღავენ, აგინებენ ამ ადამიანებს, შეურაცხყოფას აყენებენ, ამცირებენ. ესეთი ადამიანების სიყვარულიც კი შეუძლიათ. წარმოგიდგენთ ესეთ ადამიანებს, ანუ თუ ადამიანს სიწმინდეს მიაღწია და სული და გული გაიწმინდა, გაისვა სული და გული, ისეთი ადამიანებიც უყვარს, ვინც მას ტრობენ, ვინც მას ებრძვიან, ბრუტებას უკეთებენ, ყველგანს აი ისეთი ადამიანის შეყვარებაც კი შეუძლია ეგეთ ადამიანებს, ვინც იწმინდება. და ეს ამ ადამიანებმა როგორ შეძლეს იცი ეს ღმერთის შეყვარებით, ანუ ღმერთი რო შეიყვარეს და რო დააპიროს რომ ღმერთს მიმსგავსებოდნენ, მერე მათში ეს საოცარი ნიჭი მოვიდა, აი ესეთი ადამიანი ახლა დედამიწაზე, მე ვისაც ვცნობ არის ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. და ილია მეორეს აქვს ისთვის მე მასთან გავიზარდე, მასთან ცხოვრობდი წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ხანი მომიწია მასთან ბავშვობი ჩვენი წელს ასაკში მივედი მასთან და უკვე 47 წლისა ვარ და სულ მასთან მომიწია წლების გატარება და სულ მაოცებდა ხოლმე ამ ადამიანს როგორ შეეძლო ესეთ სიყვარული გამოეხატა ყველა ადამიანის მიმართ და არასოდეს არ მახსოვს რომ მის უწმინდესობას რომელიმე ადამიანი გაელანძღა. ანუ ვიღაცა სუდი ეთქვას, ან სულად შეეფასებია პირიქით, აი ყველა ადამიანს შეძება დადებით, ეს სულ რაღაც ისეთ ეძებდა. რაშიც ეს ადამიანი გამოჩნდებოდა კარგი და კეთილი, წარმოგიდგენთ, სულ ადამიანს აი სულ დადებით კუთხეს უძებენ და ხოლმე და სულ ფიქრობდი რატო იქცეოდა უწმინდესი ესე. და მე ხვდებოდი რომ უწმინდესი უნდა რომ ღმერთს მისგავსებოდა, აი ღმერთს გვექცევა ჩვენ ესე, აი ღმერთი რაც გინდა დავაშავოთ ჩვენ, ხო, რაც გინდა დანაშაულს ჩავიდინოთ, ხო? ღმერთი მაინც ეძებს შენ გამართლებას, ანუ გაგამართლოს რომ რატომ ჩაიდინე ეს სოდვა. ამას ეძებს, აი რაღაც იქიდან მე გამოგიყვანოს, აი როგორც აი კარგი მშობელი, ხო, შვილს რაღაცა დააშავებს, აი სულ ეძებს მიზეზს, აი რატო ჩაიდინა ჩემი შვილი ესე რატო მოიქცა. ესე იგი რაღაცამ განაპირობა ჩემი შვილის ცუდი საქციელი, რაღაცა მიზეზი აქვს, აბა ესე ხო არ მოიქცევა ხო ცუდად, ესე იგი რაღაცის გამო იქცევა ჩემი შვილი ესე. აი მშობელი აქედან ეძებს და მე ეძებს მიზეზებს და მე ამ შვილს მე ეხმარება რომ ეს პრობლემა მე მას მოუგვაროს, მაგრამ იქიდან უყურებს, რომ აი ნეტა მას რა ეშლება, აი რატო ეშლება ესე. რა ეშლება კი რატო ეშლება ესე, რატო იქცევა ცუდად. ამიზეს ეძებს მშობელი და მე უკვე იმიზეს აღმოაჩენს და მე იწყებს ამ საკუთარი შვილის ამაში გამოსწორებას და ეხმარება მე ადამიანი საკუთარ შვილს. ესე იქცევა ღმერთი ჩვენთან, ესე იქცევა ნამდვილი მშობლები.
ახლა მაგათაც ჩვენ შვილები როგორ უნდა მოვიქცეს შემთხვევაში, თუმცა შემშობელს უყვარ ხარ, შენ მშობელი გამოხატა შესმარ უდეს სიყვარულს, სულ ეძებს რომ შენ გაგამართლოს და შენ დაგეხმაროს, მშობელს ეს უნდა შენთან დამოკიდებულებაში. აი შენ შვილი როგორ უნდა იქცეოდე? შენ რას უნდა აკეთებდე? როგორც შვილი. მე თქვენ ხელა შვილი მყავს, მე შვილები მყავს და მეც მამა ვარ. ჩვენ სასრულპიროა მეც მამა ვარ, მეც მეუღლე მყავს, მეც მშობლები მყავს, მეც დედმამიშვილები მყავს და მე ჩვეულებრივად ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. მეც ზუსტად როგორც თქვენ ახართ, ისევე მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. მეც თქვენაერთი სკოლაში დავდიოდი, ბაღში დავდიოდი, მე უმაღლეს ჩავაბარებ, სწავლობდი და ჩვეულებრივად მეც ეს ყველაფერი გავიარე, ეს ქუჩაც, სამეზობლოც, სამეგობროც და ეს ყველაფერი მეც გავავლენ თქვენთან ერთად. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ უმთავრეს თემაზე. დღეს ჩემთვის მაგალითად ეს თემა არის აი ყველაზე დამანგრეველი, ჩემთვის აი ჩემი სამშობლოს აი მოიძახიან ხოლმე რაღაცას ამას კარგავთ, იმას კარგავთ, ეს პრობლემა, ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის დღეს ამ ქვეყანაში არის ლუდომანია. უდიდესი პრობლემაა დღეს ჩვენ ქვეყანაში. ამაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანას არაფერი არ აქვს დღეს ამ ეტაპზე. აი ყველაზე მძიმე პრობლემა ჩვენ ქვეყანაში არის ეს ლუდომანია. რას ნიშნავს ლუდომანია? ლუდომანია არის დამოკიდებულება ან აზარტულ თამაშებზე, ან ნარკოტიკებზე, ან ცუდ რაღაცეებზე და ამ ადამიანი ახლა ნარკოტიკზე რომ დამოკიდებული გახდება ადამიანი, აი რომ გახდება დამოკიდებული ადამიანი ნარკოტიკზე, ის მე ძალიან ზიანდება. აი ძალიან ზიანდება. ანუ აი ჩათვალე რომ ის ცხოვრება არის დანგრეული. ოღონდ ეს წლების შემდეგ კი არა დანგრეული და მე 10 წლის შემდეგ ვუწევ. აი დღესვე ინგრევა, აი მაგათ აი რომელიმე თქვენგანმა ახლა დაიწყეთ სიგარეტის მოწევა. ნარკოტიკის გასინჯვა მით კი არის ყა პირდაპირ იმით რა ქვია, ნარკოტიკის პირდაპირ კი არ სინჯავ. დღეს იწყები ამ იწყებს სიგარეტით. რაღაც ანუ სიგარეტი რატო ახლა ნახე სიგარეტს რო იწყებს ბავშვი რას აკეთებს? მშობელს ემალება ხო ჯერ? ხო ეგრეა. აი თუ გაგისინჯათ როდეს სიგარეტი ხო? რას აკეთებ? თუ მოხდარ ესე? რას აკეთებ? ანუ ემალები მშობელს. რატო ემალები მშობელს? ეგ რაღაცა ცუდს აკეთებ ხო? თუ კარგია შენ მშობელთან ერთად რატო არ აკეთებ? დავიწყოთ აქედან ხო? ანუ თუ ეს სწორია და თუ კარგია, მას მშობელთან ერთად გააკეთე ეს. მეც მაგალითად მე პატარა ასაკში მაქვს სიგარეტი გასინჯული. ძალიან პატარა ასაკში მე-4 მე-5 კლასი გავშინჯე სიგარეტი ბავშვობაში. მე და ჩემაც მომდა. მამაჩიმა დაგვინახა რომ გავშინჯეთ სიგარეტი რა და არაფერი არ თქოს მამაჩი რა ჩხუბი დაუწყე არც არაფერი და უბრალოდ მე მეორე თუ მესამე დღეს დაგვიბარა მე და ჩემი ძმა, მე და ჩემი უფროსი ძმა და დაგვისვა და ესეთ რამეს მეუბნება მამიკო რომ შვილო თუ ეწევიო სიგარეტსო და თუ როდესმე მოწევო სიგარეტსო არ რაღაცო მე უნდა მითხრაო. მე უნდა გამაგებინო რომ სიგარეტს ეწევიო. და ჩემს გარეშე სიგარეტი არ მოწიო. მე ჩვენთან და მოწიო და მამაჩიმთან ერთად მე-4 კლასელი ბავშვი სიგარეტს როგორ მოუწვედი მაგას გონებაში როგორ დაუშვიდი რომ ახლა მამაჩიმს გავსი და მე გავამბედა ვერც გავბედავდი ვერასოდეს იმ დღის შემდეგ მე ჩემ ცხოვრებაში ერთი აპას არ მაქვს დარტყმული ერთი ღერი სიგარეტი არ მომიწევია იმ უნდა მოყოლებული რომ მამაჩიმს ამას ვერ უტყოდი ვერასოდეს ამას ვერ გავაკეთებდი ვერასოდეს ვერ ვიზამდი მამაჩიმთან ერთად და ჩემთვის იმ დღეს ყველაფერი დამთავრდა რომ მამაჩემ ეს კარგად დამიხსნა და აი ისე მოკლედ მითხრა ისეთი რაღაცა ვერ გავაკეთებდი ვერასოდეს და ჩემთვის კიდევ ძალიან ისეთი მამა მომეწყვებინა ჩემს ძალიან ისეთი რამე იყო რა აი ძალიან ცუდი რამე იყო ამიტომ მამიკო ძალიან მიყვარდა და მე მამიკო ძალიან დიდ პატივს ვსევდი თუ მამაჩემი ჩემი მარტო მამა კი არ იყო მამაჩემი ჩემი მეგობარიც იყო ჩემი ძმაკაცი იყო მამაჩემი და მე ძალიან მეძმაკაცებოდა მამა და მე და ამას საოცარი ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან ძალიან მაგარი ურთიერთობა ჰქონდა და მამაჩემს მე ამას ვერ ვაკადრებდი ვერასოდეს ამიტომ ჩემთვის იმ დღეს აი მე-4 კლასელი ბავშვისთვის ჩემთვის დამთავრდა ეგ ყველაფერი. აი იმას კი არ დამიშავებია, იმას კი არ ვიძახ, ძალიან ბევრი რამე დამიშავებია ბავშვობაშიც, თან 90-იან წლებში გავიზარდეთ რაღაც და ძალიან ცუდი პერიოდი იყო, ძალიან ისეთი საშინელი წლები იყო ეს პერიოდი, აი ყველაფერი არეული იყო ქვეყანაში და ძალიან მდგომარეობა იყო. მაგრამ მე ღვთისმადლით მე დამეხმარა ძალიან ეკლესია ყველაფერში. მე 17 წელს ასაკში უკვე ეკლესიაში მოვედი, უკვე დავიწყე ტაძარში სიარული, მოწვარი ავიყვანე ახსარების ჩაბარება დავიწყე და საკუთართან თავთან დავსვი კითხვა. მე ჩემ თავში დავუსვი ესეთი კითხვა რომ აი შენ ვინ ახარ შენ? ესეთ რამე ვკითხე. შენ გინდა ღმერთთან ყოფნა და ღმერთთან გინდა რო იყო. აი როგორი უნდა იყო რომ ღმერთთან იყო? აი როგორი ადამიანი უნდა იყო რომ ღმერთთან კონდეს სიახლოვე? ღმერთი რა არის? ღმერთი არის წმინდა. ღმერთი არის სუფთა, ღმერთი არის სიყვარული. ღმერთი არის აი ყველაფერი, ღმერთი არის უდიდესი სიკეთე, უდიდესი სიხარულია ღმერთი, უდიდესი სიხარულია ღმერთი. და თუ შენ მასთან ყოფნა გინდა, შენ ხო უნდა მიამსგავსო შენი თავი ღმერთს. უნდა გაარკვიო ღმერთს რა მოსწონს და რა არ მოსწონს ღმერთს ჩვენში. და დაუწყე საკუთარ თავში ამის გამორკვევა. დაუწყე საკუთარ თავში ამ მანკერებების აღმოჩენა, ჩემი ცუდი მხარეების აღმოჩენა დაუწყე პირველ რიგში და დაუწყე ამის მერე გამოსწორება. აღმოვაჩინე რომ თურმე ამ ასაკში 17 წლის ასაკში ეს პატარა ბიჭი ძალიან ბევრს ბილციტყვავდა, ანუ ვიგინებოდი ძალიან ბევრს, ანუ ძალიან ბევრ უწმაწურ სიტყვას ხმარობდი. ძალიან ბევრს, აი არ ვიცი, აი თითქმის ყველა სიტყვაში ბილციტყვავდი, წარმოიდგინე და ამას მაშინ მე ვერ ვამჩნევდი. აი საერთოდ თუ
არ მეგონა რომ ეს რაღაცა ცუდი იყო, მაგრამ ლოცვა რო დავიწყე ლოცვა და ლოცვასთან ერთად თან ეს ბილწვებს რო წამოწდებოდა, ხვდები რომ ეს ლოცვა, რასაც ვამბობდი, ჩემგან ჩემი სხეული იფიტებოდა ბილწვების დროს, ძალიან ვიფიტებოდი ამ ბილწვების დროს. თან მიჩვეული ვიყავი ტერმინებში საუბრის დროს, ეს ძალიან ვიყენებდი ამ სიტყვას, ამ ბილწვებას და ეს. მე დავიწყე გადაჩევა. ძალიან გამიჭირდა რა, ვიცი რომ ძალიან მიჩვეული ვიყავი მე ამ ბილწვებას. უფროსებთან არც არ ვიგინებოდი სხვათა შორის, იმიტომ რომ აი ჩემ უფროსებთან სულ მოწიწები და მორიდებით საუბრობდი და ეს უფროს უმცროსობა ბავშვობიდან სულ ვიცოდი ხოლმე რომ რაღაც სადღაც ესეთი რაღაცა არ უნდა მეთქვა, ესე არ უნდა მესაუბრა, ეს ბავშვობიდან მქონდა ოჯახიდან ეს რაღაც ეს ტრადიციულად ეს რაღაც ჩემს გამჯდარი იყო, მაგრამ აი ჩემ თანატოლებში ძალიან მარტივად ბილწვავდი, ძალიან მარტივად ისიც ვამბობდი ხოლმე. დანელა მე დავიწყე პირველს გავაკეთე დავანები ბილწვებას თავი. შევიშვი ამ ბილწვებას და ჩემი ბაგიდან უკვე 20 წელზე მეტია მე ბილწი სიტყვა, აი საერთოდ არ მეთქვამს არაფერი. რაღაც შემთხვევაში ეს გავამიყენებია რომ ამან ეს სიტყვა თქვა და ეს სიტყვა არის ძალიან ცუდა, შეიძლება ეს ბილწი სიტყვა ამ კონტექსტში მიხმარია ხოლმე. ესეთ რაღაცაში რომ აი ესეთი სიტყვა არ უნდა თქვა და ეს ძალიან ცუდი სიტყვა და ეს სიტყვა არის ძალიან ძიმე. ესეთ თემაში გავამიყენებია ბილწვა, მაგრამ ისე რომ ვიღაცისთვის მე ესე მეთქვას რომ შენ ესეთი ხარ ან ესეც მიმართოს, ესეთი რამე 20 წელზე მეტია ჩემ ბაგიდან მსგავს და აღარ ამოსულა აღარ ასულის. და ეს შევწყვიტე. მე დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, რომ ჩემ თავში კიდე რაღაცები გავამესწორებინა. დამეწყო ღვთისთან სწორი ცხოვრება. ჩემი სამეგობრო და ჩემი ბავშვობის მეგობრები ძალიან ბევრი იყვნენ დამოკიდებულები. აი ესეთი მარიხუანა პლანს რო ეძახიან, ესეთ მოსაწევზე, ანუ სიგარეტივით ეგონა და ჩაულებრივ იმას დღესაც აი ეს სიგარეტი ხალხს გონია რომ ჩაულებრივ ის არის, აქ უბრალოდ რაღაცა სიგარეტის დონეზეა გაიგებული, არ და ერთ-ერთი უმძიმესი ნარკოტიკია ნარკოტიკებს შორის, აი უმძიმესი ნარკოტიკია. ამას ისა რა ქვია ნარკოლოგები ეძახიან ზეთოვა ნარკოტიკს, რომელიც ტვინის უჯრედებს საშინლად აზიანებს, რომელსაც აქვს საშინელ ნერვოზი, უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს ადამიანის ნერვულ სისტემას, ანადგურებს თავიდანვე ნერვულ სისტემას და ადამიანი გაყავს ამ ქვეყნიდან რაღაცა სხვა იმაში ეიფორიაში გადაყავს და სხვა რაღაცაში გადაყავს, რომელიც აი ადამიანს ძალიან აზიანებს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს ადამიანს. და ჩემი მეგობრები თითქმის აი ამ სიგარეტის ამ მოსაწევზე იყვნენ დამოკიდებული. ძალიან თელი თითქმის ჩემი სამეგობრო, ბავშვობის მეგობრები, სულ ამაზე იყვნენ დამოკიდებული. დავიწყე მუშაობა ამათან რომ რაღაც ამას ესენი გადაჩევდნენ. ძალიან გამიჭირდა ჩემს მეგობრებთან რომ ამათ ეს ყველაფერი დაემარცხებინათ საკუთარი ურთულესი იყო, იმიტომ რომ როანებებდნენ თავს მერე ქონდათ ნერვოზი, ყვილოდნენ, ჩხუბობდნენ, არაფრის თავი არ ქონდათ, საქმის გაკეთების თავი არ ქონდათ. ანუ თუ ამას არ მოწევდნენ, ვერაფერს ვერ აკეთებდნენ, წარმოიდგინე. ანუ სახლიდან გასვლაც კი ეზარებოდათ ამ მოსაწევის გარეშე, სახლიდან ვერც კი გადიოდნენ. აი რო ეძახდნენ წაბოდი ვიქეიფოთ რაღაცა, იქა წამოსვლა არ უნდა, თუ ის არ ქონდა, არაფრის კეთება აღარ უნდა. და მივხვდი რომ ჩემი მეგობრები განადგურებულები იყვნენ. ანუ წარმოიდგინე, მაშინ ჩემი ძმაკაცები, მე რო ეს ამას საუბარი დავიწყე, ჩემი ძმაკაცები იყვნენ 18, 20 წლის, 21 წლის, ანუ 21 წლის ბიჭი რა, პატარა, ახლა აქედან რო უყურებ, ახლა თქვენი ასაკიდან ახლა რო უყურებ, 47 წელს რო გაიგებ, აი მე რამ ხელა არის, მეც მეგონა ვიტყოდნენ რომ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა 48 წლის 47 წლის და შევფიქროდი რა ახალგაზრდა 47 წლამდე მიყვანა და რა სამობ ის რა დროს 47 წელია ახლა 47 წლისა ვარ და რავი აი ძალიან პატარა ასაკია აი ძალიან ცოტა აი თითქმის არც მიცხოვრია ახლა რა კიდე რო უყურებ არც მიცხოვრია 47 წელი არაფერი არა მაგრამ იმ თქვენ ასაკიდან გავდიქდა რო უყურებდი ამას ძალიან დიდი მეგონა და დღეს ის 21 წლის ბიჭი შემთხვევით არის ძალიან პატარა თქვენ შეიძლება 21 წლის ბიჭი ხო ძალიან დიდი მაგრამ შევთი ძალიან პატარა თელი ცხოვრება აქვს წინ წავიხა 21 წლის ბიჭს აქვს თელი ცხოვრება წინ ანუ მისი ცხოვრება თავიდან მომდე წინა ყველანაირად წარმოიდგინე აი თქვენ ასაკში 11 წელს ვიყავ 13 წელს ვიყავ აი თელი ცხოვრება გაქვს წინ წარმოიდგინე თელი ცხოვრება აი თქვენ ხარ წარმოიდგინე ჩვენი ქვეყნის მომავალი აი როგორებიც იქნებით თქვენ ისეთი ქვეყანა გვექნება ჩვენ ზუსტად ისეთივე ქვეყანა ანუ თქვენ თუ იქნებით განათლებულები წიგნიერები სუფთები, წმინდები, ერთმანეთზე შეყვარებულები, ერთმანეთს პატივისცემა გექნებათ, ერთმანეთს არ დაჩაგრავთ, იცხოვრეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ ჩაგრავენ, ერთმანეთს უფრთხილდებიან, სიწმინდეს იცავენ, განათლებულები არიან, ერთმანეთს საოცარი პატივისცემა აქვთ, საოცარი სიყვარული აქვთ ერთმანეთთან და ესეთ ქვეყანაში მოგიწევთ ცხოვრება. რა თაობაც ვიყავით ჩვენ, თქვენ იმ ცხოვრებაში მოგვიწია ჩვენ ცხოვრება. როგორები ჩვენ ვიყავით, ისე გავატარეთ ეს ცხოვრება. ჩვენ ისე გავიარეთ ეს ცხოვრება, როგორები ჩვენ ვიყავით. ანუ რაც იყო ჩვენი თაობა, ისეთ იმაში ვიცხოვრეთ ჩვენ. ახლა თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ როგორი ქვეყანა გექნებათ. თქვენზეა დამოკიდებული. აი, თქვენ თუ ძალიან ბევრი ისწავლით, იმეცადინებთ, ივარჯიშებთ, ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრებთ, ესე იგი გექნება ჯანსაღი ცხოვრება. იქნებით აი ძალიან მაგარი დასაყრდენები. ახლა მაგალითად რომ ვიყავ, მაგალითად
ჩემი შვილი მაგათ ახლა ჩემი შვილი მაგათად ის რო არის ძალიან პატიოსანი, წესიერი, გულიანი, თბილი, ხო? არც ერთ ჩემი მეგობრის მშობელს ჩემ შვილთან ერთად მათი შვილის გაყოლება არ შეეშინდებათ. ყველგან გააყოლებენ ჩემ შვილს თავიანთი, რომ იციან რომ ჩემი შვილი არის პატიოსანი, წესიერი, ნარკოტიკს არ მიცემს, ამას არ გააკეთებს, საჩხურად არ წაიყვანს, პრობლემას არ შეუქმნის და ყველგან ჩემ შვილს მარტივად გააყოლებენ თავის, რომ იციან რომ ჩემ შვილთან ერთად არის. ახლა მეც ბავშვობაში ეს ეკლესიური ცხოვრება რო დავიწყე, ძალიან მარტივად მშობლები ჩემთან თუ მე ვიყავი, ესე ყველგან უშვებდნენ ხოლმე თავიანთი შვილს, ჩემთან ერთად მე თუ ვიყავი, ესე იგი შეიძლებოდა ჩემთან ყოველ ვიცი რომ იქ ის რაღაცები არ მოხდებოდა. ანუ წარმოიდგინე ერთ ადამიანს შეუძლია ესეთი გახდე რომ შენს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი გენდობა. ახლა მაგალითად ჩემი შვილი რო იყოს ახლა ნარკომანი, ლოთი, რაღაც ესეთი აი უხეში, უტიფარი, უზდელი, ყველგან პრობლემებს ქმნიდეს, ყველგან შეიძლება შარი აიკიდოს. აი რომელიმე მშობელი ახლა ჩემ შვილთან ერთად საკუთარ შვილს გაუშვებს? ხო არ გავა, აი მოუნდება ახლა აი ჩემ შვილთან ერთად საკუთარი შვილი გააგზავნა. არ მოუნდება, რო გაიგოს ახლა სადაც ჩემი შვილი მიდის, იკითხო ეს თუ არის შენი რა გინდა? მე ეგ შეიძლება ეგ სუფრა შარი ატეხოს, იქ პრობლემა შექმნას, რაღაცა შექმნას, არ მინდა რა შემაგასთან ერთად იყო. მეც მაგათად ჩემი შვილი ვიღაცა მომირიდებია, მithos თუ ეგ არის არ წახვიდე, იქ არ მინდა. იმასთან ერთად შენი ყოფნა მე არ მაწყობს. რომ იმასთან ერთად შენი იყო. ანუ წარმოიდგინე ესე იგი, შენ ხტები ადამიანების ესეთი ადამიანი ხტები, შენთან უკვე ადამიანებს ურთიერთობა აღარ უნდა. წარმოგიდგენი, ანუ შენ შეიძლება იყო ესეთი ადამიანი რომ შენთან ურთიერთობა ადამიანს არ უნდადეს და შენ შეიძლება ადამიანი აღარ გენდობოდეს. წარმოგიდგენ, აი როგორ ცუდ მდგომარეობაში უნდა იყო ადამიანი, რომ შენ ადამიანი ვეღარ გემოგებურება და შენთან ადამიანს არ უნდა რომ საკუთარი შვილი გამოგაყოლოს. ხტებით აი რა ცუდ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეთ? ახლა წარმოგიდგენ, შენ რო წესიერი ხარ, შენ რო პატიოსანი ხარ, შენ რო სუფთა ხარ, შენ რო გულიანი ხარ, ხო? აი ყველას მოუნდება რომ აი მე ძალიან მომინდება რომ დავინახო რომ ადამიანი წესიერია, პატიოსანია. მინდა რომ ჩემაშვილმა იმეგობროს თქვენთან ერთად. ძალიან მომინდება რომ აი ესე წრეში იტრიალოთ ჩემაშვილმა, სადაც აი ყველა წიგნიერია, განათლებულია, სუფთა, წესიერია, გულიანია, იქ იცის, ნახე, ეკლესია კიდევ რატოა აი მნიშვნელოვანი. ეკლესიური ადამიანისთვის ხო მარტო გარეგნული საქციელი, მისთვის მარტო გარეგნული საქციელი ის საკუთარ ცხოვრებას არ აფასებს. ის ფიქრობს აი გონების ფიქრსაც კი წარმოიდგენ, ანუ აი მე რო ახლა წარმოიდგინე მარტო საქციელზე კი არ ვაქცე ყველგან. მე მინდა რომ გონებაც კი სუფთა მქონდეს, ანუ გონებაშიც კი არ მინდა რომ რაღაცა ცუდი ვიფიქრო ადამიანს და ცუდი გავაკეთო გონებაშიც კი წარმოიდგინე, არათუ საქციელით. ახლა ადამიანი რო საკუთარ თავზე ესე მუშაობს, აი ძლიერდება, საკუთარ თავთან მუშაობას სწავლობს, აი საკუთარ თავზე ესე აი ის წარმოიდგინე შენ როგორ დაგეხმარება ახლა ეგეთი ადამიანი. შეიძლება აი სამწუხაროდ არის ხოლმე ის რომ ადამიანები ეკლესიაში დადიან, მაგრამ ეკლესიურები საერთოდ არ არიან. აი ძალიან ბევრი ეს ეკლესიაში დადის, აძლევ წლებია დადის ეკლესიაში, მაგრამ ის ეკლესიური დამოკიდებულება მასში არ არის. არანაირად არა მას ეკლესიური რომ არ ზრდის საკუთარ თავს, იმიტომ რომ ვიღაცის ეკლესია არის საჭიროება. როცა საჭიროება ხდება ეკლესია და რაღაც უბრალოდ მექანიკური ხდება ეკლესია, იქიდან იმ ადამიანს შედეგი არაფერი არ აქვს. როცა ეკლესიური ცხოვრება ადამიანს გააზრებული აქვს, ესმის რა არის ეკლესია, რატომ მივიდა ეკლესიაში, ქრისტესთან ურთიერთობა უნდა, ღმერთთან ურთიერთობა უნდა, ესეთი ადამიანი საკუთარ თავს ძალიან წმინდავს და ძალიან დიდ სიმაღლეზე აყავს საკუთარი თავი, უდიდეს სიმაღლეზე აყავს საკუთარი თავი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ცხოვრებაშიც ეკლესიის ჩართულობა, აი რო ეკლესია თქვენ ცხოვრებაში როცა ჩართული იქნება და როცა აი მიხვალ მოძღვართან და ეტყვი, მამო, არ ვიცი რამჭის, აი იცი როგორი დამოკიდებულა ტელეფონზე ვერ ვერები ამ ჩემ თავს, აი ჩემთან ბავშვები რომ მოდიან ახსარებაში მეუნებიან. ეს ახსარების გაცემა კი არა, ხა როცა საზოგადოებრივ ტყვი მეუნება და მამო, გიხოცები, ვერ ვერევი ტელეფონს, არ ვიცი რა გავაკეთე, ისეთი მიჯაჭული ვარ ამ ტელეფონზე რომ ვერ ვერევი საკუთარ თავს, აი შობელო წამართვეს ტელეფონს, ნერვოზი მემართება, ყვირი ვარ, არაფერი აღარ მინდა, შეიძლება სახში ხელიც კი გავარტყამ, შეიძლება უყვირო კიდევაც, შეგოს რომ ტელეფონის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ესე დღეში ვარ და არ ვიცი რამჭის, რატომ ჭის ტელეფონზე ესეთი რაღაც და მამო, გიხოცები, დამეხმარე რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალოს, რომ ხედავ რომ უკვე ძალიან დამოკიდებული გავხდი. ძალიან დამოკიდებული გავხდი, ანუ არ შემიძლია ამის გარეშე ცხოვრება. და ეს მე ძალიან მაზიანებს, მამო. იცი რა რაღაცა ძალიან უხეში ვარ, მამო, იცი მოძღვარსემდე, ძალიან უხეში ვარ, რაღაც ჩემ დედმამიშვილს, ჩემ ძმას, ჩემ დაიკოს. იცი როგორ უხეშად მოვეკეცი, მამო, არ ვიცი, აი ძალიან უხეშად მოვეკეცი, ძალიან ცუდად მოვეკეცი, ძალიან ვატკინე გული, რაღაცა ვერ დავთმე, რაღაცა, ისა და ამის გამო ერთმანეთში ძალიან ვიჭხუბეთ. არ და შემოლო მომეთმინა და მისთვის დამეთო, მაგრამ მე ეს ვერ გავაკეთე, აი რა უნდა გავაკეთო ამისთვის, რომ მე შევძლო ჩემ დედმამიშვილთან კონფლიქტი არ მომივიდეს. დაპირისპირება არ მომივიდეს. არ და ძალიან მიყვარს, აი სიგიჟნოდ მიყვარს შენ, მაგრამ არ ვიცი რა ხდება ესე, რატო ვიქცევი, ნამდვილად არ ვიცი. და შენ შეგიძლია დამეხმარო? ეს აი ეს იცით აი ეს ბავშვები რო დადიან ჩვენთან ეკლესიაში და ამაზე რო გვესაუბრებიან და მოდიან და ახსარებაში ამაზე გვეუბნებიან, ხო? მე ეს ადამიანები საკუთარ თავს მე ძალიან ცვლიან. ოღონდ როცა ადამიანის ამ საკუთარ თავში ამ ყველაფრის გამოსწორება ადამიანს უნდა.
რომ უნდა რომ ყველაფერი საკუთარ თავს შეცვალოს. მე ადამიანი წიმედის ამ ყველაფერში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებო ეს აი პირველ რიგში რა მინდა რომ ისწავლოთ აი ძალიან კარგი იქნება რომ აი დილით და საღამოდ ეხლა დილის წინ და დილით აი რომ გაიღვიძებთ ხო მიეჩიოთ ღმერთთან საუბარს 2 წუთი მაინც უნდაც აი 2 წუთი უბრალოდ რომ გაიღვიძებთ დილით ეს პიჯვარი გადაიწერო მამაუჩვენო ხო ყველა მიცით ხო მამაუჩვენო საუფლო ლოცვა აი დილით აი მამაუჩვენო მაინც თქვი და მამაუჩვენოს რო იტყვი ამ ლოცვას მე უბრალოდ შენი სტყობით იმ ხატებთან ღმერთს დაელაპარაკე აი დაელაპარაკე და უთხრა რომ აი ღმერთო, ჩემი ოჯახი დაიფარე, ჩემი დედიკო და მამიკო დაიფარე, ჩემი დედმამიშვილები დაიფარე, ჩემი სამშობლო დაიფარე, ჩემი ქვეყანა, ღმერთო, დღეს შემაძლებინე, რომ წმინდად გავატარო დღევანდელი დღე და რაღაცა შენსწრობით მე ღმერთს მიმართო და მხატებს რაღაცა შენსწრობით დაელაპარაკო და მიეჩვიო, რომ აი ისი არ გამოხვიდეს სახლიდან, რომ ღმერთს არ დაელაპარაკო. და ესე გააკეთეთ ყოველ დღე. და მე ნახავ თქვენ შედეგს, აი ეს ყოველდღიური საუბარი ღმერთთან მე რას მოგიტანთ. აი რომ მიეჩვევით ამ საუბარს მეთა რომ ღმერთს დაელაპარაკე, მე მოგინდება იმ ლოცვანის ხელში აღება, მე ლოცვის საკითხვა მოგინდა, მოდი ახლა უფრო მეც წავეკითხა ლოცვა, ცოტა უფრო მეც დაველაპარაკები ღმერთს, რომ ლოცვა რა, ლოცვა არის საუბარი ღმერთთან. მე ძილის წინ სანამ დაწვი და დაიძინეთ, ხო? ისე მიხვალ ხატებთან და მამაოჩვენოს ეთქვი და მე ღმერთს ეთქვი, რომ ღმერთო რაღაცა დღეს გონი არასწორად მოვიქეცი რაღაცები დავაშავე ღმერთო, აპატიე, თქო რომ დამეხმარე ღმერთს, მე მინდა რომ ძალიან კარგი ადამიანი ვიყო. მე მინდა რომ შენთვის სათნო ადამიანი ვიყო, რომ ჩემი ცხოვრება შენ სათნო გეყო, ძალიან მინდა რომ ესეთი ადამიანი ვიყო და ხო ღმერთო დამეხმარე ამაში. შენ მეწე რომ ესეთი ადამიანი ვიყო. რომ მე მინდა შენთან სიახლოვე, მე ძალიან მინდა შენ რომ გაგიცნო. მე ღმერთს სულ ესე ველაპარაკებოდი, მე ღმერთს ვეუბნებოდი სულ რამეს. ღმერთო აი შენი შემეცნება მინდა. დღესაც მაგას ვეუბნები ღმერთს, აი დღესაც ძალიან მინდა რომ ღმერთი თელი არსებით შევიმეცნო. აი როგორც ახლა მიყვარს ღმერთი, ვიცი რომ საკმარისი არ არის. ახლა მე ღმერთი ისი არ მიყვარს, როგორც უნდა მიყვარდეს. ნამდვილად არ მიყვარს ღმერთის. მიუხედავად იმისა რომ მღვდელი ვარ. ესე აი როგორც უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი, მე ესე ჯერ ღმერთი არ მიყვარს. და სულ ვედრები ღმერთო, ღმერთო ეს შემაყვარე შენი თავი და როცა ამას ვეუბნები, მე გამოცდაც მოდის, მე იცდება კიდევაც, მე ჩემი სიყვარული, მე ღმერთში. მე რაღაცას განსაცდელს დაუშვებს, იქ რაღაცა მოხდება ჩემ ცხოვრებაში და მე აბა როგორ გადაიტან ამას, აბა თუ გიყვარს ღმერთი, აბა თუ ხარ მზად მე ამის ასატანად მე ამის გადასალახად მე თუ მზად ხართ მე. ამიტომ თუნდაც ეს თქვენი სიყვარული, თქვენ რო ღმერთს ვთხოვთ რომ ღმერთო მინდა ჩემი დედმამიშვილი შევიყვარო, ხო, რომ ეტყვი აი ჩემი ძმა მინდა მიყვარდეს ზალე, ჩემი და მინდა. შეიძლება მე მისგან რაღაცა წენა მიიღო ამის გამო. ის ეშმაკო მე გააღეზიანოს და შენ რაღაც ცუდად აგელაპარაკო. შენ რო ხო გითხრი შეგვიდა, შენ ძმა ძალიან ყვარებოდა. იმას შეიძლება რაღაც ცუდად გითხრას. აი მე შენ რო შეძლები იქ რომ მოუთმინო მე და შენ ხო თქვი რომ მე გაგახსენდა, მე ხო თქვი რომ მე მინდა მიყვარდეს. ნახე ახლა ეს მე ცუდად მეკცევა. მე მაინც ცუდად მიყვარდეს, შენ თავს ვიტყვი და მე კიდევ სიყვარულს გამოვხატავ. მე ეს შენი დედმამიშვილი დაფიქრდება, ნახე, მე ესე მოვეკეცი, ეს ნახე როგორ თბილად მეკცევა. მე კიდევ მოგექცევა ცუდად, მე შენ კიდევ თბილად მოექცევი და მე ეს დაფიქრდება და გაჩერდება და მე ჩაგეხუტება და გეტყვის რომ აი მართლა თურმე შენ როგორ ყვარებია, მე რამდენი ცუდი გაგიკეთე და შენ თურმე მე როგორ გიყვარვარ, არასოდეს შენ ჩემთვის ენა არ შემოგიბრუნებია, მე ესე ცუდად გექცეოდი, შენ მე სულ კარგად მეკცეოდი. ესე იგი, თურმე როგორი კარგი დედმამიშვილი მყოლია. მე რა მაგარი ძმა მყავს. მე იცი რა მაგარი და მყავს, სულ ცუდად ვექცევი და სულ კარგად მეკცევა. მე სულ ესე ვექცევი, მაგრამ ის ყოველთვის სიკეთეს მიკეთებს. სულ ჩემზე ზრუნავს, სულ ჩემზე ფიქრობს, სულ ჩემი გახარება უნდა. მე ეგეთი მყავს და ის შენ დედმამიშვილი დაფიქრდება. და მიხვდება ამას, რომ შენ ძალიან კარგი ხარ მისთვის. და მე ისიც შეიცვლება. ანუ ჩვენ ერთ ადამიანს შეგვიძლია ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს ირგვლივ შევცვალოთ. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ საკუთარი თავის შეცვლას შევძლებთ. თუ ადამიანმა საკუთარი თავი არ შეცვალა, არასოდეს და ვერასოდეს ცხოვრებაში ვერავის ვერ შეცვლი და ერთი რამე მინდა ბავშვებო გახსოვდეთ თელი ცხოვრება. ჩვენ არავის შეცვლა არ შეგვიძლია. არავის, ანუ ყველა ადამიანი იცვლება თვითონ, ანუ მაზეა დამოკიდებული. ახლა თქვენ გესაუბრებით, ხო? მე მინდა რომ თქვენ გულამდე მოვიდეთ, მაგრამ მე იმ ადამიანების გულებამდე მივალ, ვისაც ამ სიტყვის მიღება უნდა. ვისაც ამ სიტყვის მიღება არ უნდა, მე მის გულში ვერაფერ ვერ შევალ. გამორიცხულია. წარმოიდგინე ახლა ქრისტე იყო მოსული დედამიწაზე, ქრისტემ ახლა შობის მარხვას ვიცავთ ახლა ჩვენ ქრისტიანები და ქრისტეს დაბადებისთვის ვემზადებით ახლა ქრისტიანები და 7 იანვარს ქრისტე დაიბადება. ქრისტეს დაბადების დღე იქნება 7 იანვარს. და ჩვენ ქრისტიანები ამ დღისთვის ვემზადებით. და ქრისტე მოვიდა, დაიბადა, ქრისტე ადამიანებს წარმოადგენდა, იყვნენ ადამიანები, ვინც ქრისტეს უსმენდნენ და მის სიტყვა, მის გვარესმოდა წარმოიდგინე. და ქრისტე ამას ეგეთ სიტყვას რომ ყური გაქვთო და არ გესმითო. თვალი გაქვთ და ვერ ხედავთო. წარმოიდგინე თვალი გაქვთო და ვერ ხედავთო. ყური გაქვთ და არ გინდათო ამის გაგონება, რასაც მე გეუბნებით. და მართლაც ადამიანებს ქრისტეს სიტყვას წარმოიდგინეთ თქვენ ქრისტე როგორი გარეგნობისა იქნებოდა, წარმოგიდგენთ, აი როგორი გარეგნობა იქნებოდა ქრისტეს, როგორი თვალები იქნებოდა ქრისტეს, მისი სხეული როგორი იქნებოდა, წარმოიდგინე
მისი აი ეს მეტყველების კულტურა როგორი იქნებოდა, მისი ხმა როგორი ტკბილი და როგორი ნარნარი იქნებოდა, ქრისტეს ხმა წარმოგიდგენთ რომ როგორი იქნებოდა ქრისტეს გამოხედვა როგორი იქნებოდა და მიუხედავად ესეთი წმინდა ადამიანისა, ადამიანება ვერ გაიგეს. არათუ ვერ გაუგეს ქრისტეს. ესეთი ქრისტე ადამიანებმა ჯვარზე გააკრეს, მე წარმოიდგინე. გაასამართლეს, განაჩენი გამოუტანეს, ანუ განაჩენი გამოუტანეს. ქრისტეს გამოუტანეს განაჩენი. ადამიანს, რომელსაც არასოდეს არავისთვის არაფერი არ დაუშავებია, საერთოდ არავის არაფერი არ დაუშავებია. არასოდეს არავის არ დაუშავებია. პირიქით, გააკეთა უამრავი სიკეთე, მკვდარი აღადგინა, ბრმას თვალი აუხილა, საწოსრო იყო თელი ცხოვრება მიჯაჭვული ფეხზე დააყენა, დედაში შვილი გაუცოცხლა, რავი, უამრავი სიკეთები გააკეთა, ხალხი დააპურა, სულ სიყვარულით თვითონზე ელაპარაკებოდა. ეს ადამიანი ამ ადამიანს მერე სასამართლო მოუწყვეს და გაასამართლეს ადამიანება. და მარტო კი არ გაასამართლეს ადამიანება. მერე გაშოლტეს, ცემეს წარმოიდგინე ესეთი ქრისტე. და მერე წაიყვანეს და გოლგოთაზე ჯვარზე გააკრეს, როგორც ერთ-ერთი ავაზაკი. როგორც ყველა ცუდ ადამიანს უაკრავდნენ, ესე გააკრეს ჯვარზე. რატომ? რისთვის გაუკეთეს ქრისტეს ეგეთი რაღაც? აი, რა გააკრა ადამიანება წარმოიდგინე, გამოუტანეს განაჩენი ადამიანს, რომელსაც არასოდეს არავისთვის არაფერი არ დაუშავებია. და ეს ქრისტე დაიბადა. ესეთი ქრისტე, ანუ არათუ მარტო არ მოусმინეს ქრისტეს. მოსმენაზე კი არ ყოლაპარაკი, განაჩენი გამოუტანეს, სასიკვდილო განაჩენი გამოწ ადამიანებს. აი ჩვენს ადამიანები, როდესაც ღვთის გზაზე არ მივდივართ, როცა ღვთის გზაზე არ ვდგებით, ჩვენ სამწუხაროდ მე ეგეთ ადამიანებს ვემსგავსებით. და ჩვენს ადამიანებს, ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენი ქრისტესთვის განაჩენი, ჩვენ გულში გამოგვაქვს ხოლმე ზოგჯერ ადამიანებს, აი ჩვენი ცოდვები და ჩვენი არასწორი საქციელები განაჩენი გამოგვაქვს ქრისტესთვის ხოლმე ჩვენს. და მე ამაზე რომ დავფიქრდი, რომ მე ერთ-ერთი ადამიანი ვიყავი, ვინც შეიძლება მაცხოვარი ჯვარზე გამეკრა და მე შეიძლება ეს განაჩენი გავამეტანა ქრისტეს, ამაზე რომ დავფიქრდი, რომ ამაზე დავფიქრდი, რომ მე ეკლესიაში რომ მოვიდი და მე შეიძლება ეს ადამიანი ყოფილიყავი. ამაზე რომ დავფიქრდი, დავიწყე ფიქრი, რომ როგორ არ უნდა გავყტარიყავ ეს ადამიანი, ვინც ქრისტეს ჯვარზე გააკრავდა. აი პირიქით, უნდა მიმეღო ქრისტე, არათუ მე მინდოდა დავსგავსებოდი მოციქულებს, რომელსაც ქრისტესთან ცხოვრება გააგრძელეს და არა მისი მოწინააღმდეგე. არც არ უნდა ქრისტეს მოწინააღმდეგე ყოფილიყავი და იმ ბანაკში გადასულიყავი, სადაც ქრისტეს ჯვარზე გააკრავდნენ. და თელი ჩემი ცხოვრება დღესაც მუშაობ იმაზე, რომ იმ ხალხთან ერთად ვიყო, ვინც ქრისტე მიიღო და ვინც მერე ქრისტეს მოძღვრებას გაჰყვა და ვინც ქრისტეს მერე დაუჯერა. და ეს ერთადერთი გზითაა მისაღწევი. პატიოსანი და წმინდა და მართალი ცხოვრებით. საკუთარ თავზე გამარჯვებით. სხვანაირად ეს არ მოუდგენელია. აი დღეს თუ თქვენ აი ამასთან ბრძოლას ვერ მოახერხებთ. ამაზე ვერ გაიმარჯვებთ დღეს, ხო? ამაზე ვერ გაიმარჯვებთ დღეს, ხვალ ვეღარ გაიმარჯვებთ მერე სხვა რაღაცეებს. თუ ამის მართვას არისწავლით, რომ დღეს თქვენში ეგ ყველაზე დიდი პრობლემა არის, ერთ-ერთი დიდი პრობლემა, დღეს თქვენთან ესე რომ ჩემ შვილთანაც იგივე პრობლემა მაქვს, მეც. იგივე პრობლემა მაქვს, ახლა სულ ვეუბნები ჩემ შვილებს დაყენებული მაქვს დრო ტელეფონში და ვეუბნები, აი შეხედე ნახე დღეს ამდენი ხანი იყავი ტელეფონში, რატო იყავი ამდენი ხანი? აი ნახე, TikTok-ში იყავი 3 საათი. TikTok-ში 3 საათი, 4 საათი წარმოიდგინე. და ტელეფონში დღეს იყავი 8 საათი წარმოიდგინე, 8 საათი ამხელად როა, იცი? და შაბათ-კვირას ზოგჯერ 16 საათი აქვს ტელეფონში გატარებული. 16 საათი. ან როგორ შეიძლება, აი როგორ მოახერხე 16 საათი ტელეფონში ყოფილიყავი და რომ ეკითხები, არ იცია როგორ იყო 16 საათი. აი ვერცით, არის, აი ვიცი, მამიკო, მართლა ამდენი ხანი ვიყავი? ხო, აგერ არის, აი გადმოწევ და აგერა წერი, აგერ იმაში, რომ ამდენი საათი იყავი აქ, ამდენი საათი გაატარე. ანუ წარმოგიდგენთ, რამხელა დრო დახარჯე, წარმოგიდგენთ, ესე უაზროთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებო, რომ ეს ყველაფერი თქვენ ისწავლოთ, აი ძალიან უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამას. კარგით? დაგლოცს და გაგახაროთ. მოკლედ, ახლა მე შევწყვიტა ვალაპარაკს და მინდა რომ თქვენ კითხები და რაღაცა ხო შეიძლება თქვენ გაინტერესებს რაღაცეები და რადგან მოდი ვისაუბროთ, ხო თქვენ აი თქვენ რაც გაინტერესებს იმაზე რომ ვილაპარაკოთ, ხო? ისეთი კითხები რაც თქვენ აი მაგათ აი მოძღვარი რომ მოვიდოთ და თქვენ რა კითხვას დაუსვამდით, ან აი ღმერთზე რა გაინტერესებთ, ან საერთოდ აი ამ სამყაროზე, ან სამყაროს შექმნაზე თუ რამე გაინტერესებთ, მინდა ახლა მე მოგისმინოთ თქვენ, კარგით? კითხვა დამისვით და მე გიპასუხებთ, ხო? არ მოგერიდოთ, ხო? თუ რაღაც ისეთი კითხვა გაქვთ? კი, აბორტი.
ნახეთ, აი პატიება არ პატიებაზე მინდა ერთ რაღაცა გითხრათ, საოცარ რამე გითხრათ, რომ არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღმერთმა ადამიანს არ აპატიოს. ეგეც ცოდვა დედამიწაზე არ არსებობს. აი მკვლელობაც რომ მკვლელობა, აი ვიღაცა რო ადგეს ადამიანს, აი ყელი რო გამოჭრას, საშინად რომ მოექცეს ხო ადამიანს, ხო? მკვლელობა ჩაიდინოს, აი თუ ადამიანი შეინანებს, არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღმერთის კაცმოყვარებას გადაემატება. ეგეთი რამე არ არსებობს. ანუ ყველა ცოდვას ღმერთი ადამიანს პატიობს. ოღონდ თუ ადამიანს ამ ცოდვის სინანული აქვს. თუ ადამიანს ცოდვას ინანიებს, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ეპატიება ცოდვა, თუ ადამიანი ცოდვას არ ნანობს და ცოდვის გამართლებას იწყება, არ არსებობს ცოდვა, რომელიც ადამიანს გაამართლოს, ადამიანს ცოდვა ეპატიოს. არ გეპატიება ცოდვა, თუ ადამიანი ცოდვის გამართლებას იწყება. რაც შეეხება აბორტს, აბორტი არის ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა ცოდვათა შორის. რატომ იცი, შენ საკუთარი შვილისთვის თუნდაც აი რაც შენახსენა, ეს უკიდურესი მდგომარეობა, რომ უცხო ადამიანისგან დაგემართა ეს და საერთოდ არ იცი და არ გინდა მისი შვილი არა. ჯერდაც ადამიანი ღვთისნების გარეშე ვერ ჩაისახება ამას შევთანხმდეთ. ესე იგი, რადგან ესეთი რაღაცა მის ხორებაში დაესვა, ძალიან ისეთ რამეს ვამბობ, მაგრამ რადგან მოხდა მის ხორებაში მსგავსი რაღაცა, არ შეიძლება რომ შიმანხო ჩაიდენა საშინელება, რომ თუნდაც ეს საშინელად მოექცა გოგონას და უმძიმესი ცუდად მოექცა ამ გოგოს, ხო? ამ ის ხომ მოექცა ცუდად და იგივე რაღაცას აკეთებერე შენც, იმიტომ რომ შენ გამოგავს ადამიანს განაჩენ, რომელიც არ დაბადებულა. და მოდი რა მინდა კარგად დაგეხსნა, ნახე, ბავშვი, რომელიც აი დედის მუცელში ისახება, აი პატარა წვეთი. თუ იმ პატარა წვეთს სული არ მიეცა, ის ადამიანი ვერ იქნება. ახლა მინდა გკითხოთ, ახლა ერთი დღის ბავშვი, აი რო დაიბადება ბავშვი დედის მუცლიდან, ერთი დღის ბავშვი, ერთი თვის ბავშვი, ერთი წლის ბავშვი, ერთმანეთს განსხვავდება? ერთდაგე ბავშვი არ არის? რითი განსხვავდება? განსახები არა, ნახე, აი ბავშვი დაიბადა, ერთი დღის ბავშვი დაიბადა დედის მუცლიდან. ცხათვე მუცელში იყო და დაიბადა ბავშვი და არის ერთი დღის ბავშვი დაიბადა, უკვე აი გაჩნდა ბავშვი. და მე ეს ბავშვი არის ერთი თვის, სხვა ბავშვია ლაპარაკი? ეს ბავშვი არის ერთი წლის, სხვა ბავშვია? ეს ბავშვი არის 8 წლის, სხვა ბავშვია? ეს ბავშვი გახდა 12 წლის, სხვა ბავშვია? გახდა 25 სხვა ბავშვია? ერთი და იგივე ბავშვზე ვლაპარაკობთ, რომელიც დაიბადა ერთი დღისა და მერე გახდა 100 წლის, 90 წლის. ერთ და იგივე ადამიანზე არა საუბარი? ახლა ნახე, ადამიანები როგორ უყურებენ, მიწირი ადამიანები. ადამიანები უყურებენ დედის მუცლიდან რომ დაიბადება ბავშვი ერთი დღის როა. იმ დღიდან საზღვევენ ადამიანს და ის არის ადამიანი. ანუ უკვე ის თუ დაიბადა, იმის მოკვლა აღარ შეიძლება, ამის გამო სასჯელია. ანუ ახლა ვიღაცამ ახლა ბავშვი რომ დაიბადა დედის მუცლიდან, ეს ბავშვი ვიღაცა მოკლას ახლა. მაგას ასუზამენ. აი ვიღაცა მივიდა ახლა ერთი დღის ბავშვი აი დაიბადა, ახლა ერთი დღის ბავშვი დაიბადა, დედის მუცლიდან დაიბადა ეს ბავშვი და ვიღაცა ახლა ადგა და დანაჩა არტყას ამ ბავშვს. ერთ დღის ბავშვს. მომისმენთ აი ბავშვი დაიბადა ერთ დღეს და იმ ბავშვს დანაჩა არტყა და ვიღაცა მოკლა. იმას ასუზამენ. დაიჭერენ? ჩასვამენ ციხეში თუ არ ჩასვამენ ციხეში? ხო ჩასვამენ ციხეში. რატომ? იმიტომ რომ ის დაიბადა, ხო? ან დედს დაიბადა. წარმოიდგინე ახლა ეს ბავშვი, ახლა რომელიც ერთი დღისაა და დედს დაიბადა ერთ დღეს. რო ჩაისახა ეს ბავშვი. იგივე ბავშვი არ არის პირველი წამიდან რო ჩაისახა იმ წამიდან? იგივე ბავშვი არ არის მუცელში რო არის ერთი კვირის. იგივე ბავშვი არ არის მუცელში რო არის ერთი თვის. იგივე ბავშვი ავლაპარაკოთ, რომელიც არის მუცელში 3 თვის. 6 თვის. 8 თვის. და მე 9 თვის დაიბადა. ერთი და იგივე ბავშვზე ავლაპარაკობთ? ნახე, ადამიანები, ესე იგი, დედის მუცელში დაიბადება ბავშვი, ერთი დღის ბავშვი დაიბადა მუცელში, იმ ბავშვს ეგრევე ვკლავთ. იმ ბავშვის მოკლისრულება არ აქვს, მაგრამ ნახე, დედის მუცელში როა ბავშვი ჩანახსახი, მის იმ წამში მოკლა შეგვიძლია თურმე. და ამას პრობლემა არ აქვს. არ და წარმოიდგინეთ, ჩვენ საუბრობთ ერთი და იგივე პიროვნებაზე. ჩვენ ჩანასახი და რო ჩავისახეთ, ის პიროვნება ვიყავით პირველი წამი და რაც მე გავხდით, მე ბოლომდე რაც მოვედით. იმ პირველ წამს ხონდა ის სული, რაც ახლა ჩვენ სული გვაქვს, წარმოიდგინეთ. და როცა უკვე ეს კითხვა ისმევა, ჩვენ ლაპარაკობთ ადამიანზე, წარმოიდგინეთ, პირველი წამის ჩასახვიდან ლაპარაკობთ ადამიანზე. ახლა კიდევ უფრო ის რამეს გეტყვით, აი, მშობლები იგებენ, რომ ბავშვი არის მუცელში პრობლემატური. ან რო ის ბავშვი დაიბადება, იქნება ფიზიკურად რაღაცა სნეულებიც, დიდი სნეულებები ექნება, შეიძლება ვერი მოძრაოს, ხელი ვერ ამოძრაოს, შეიძლება თელი ცხოვრება საწოს იყოს მიჯაჭვული. და ესეთ ბავშვს მე მშობლები კლავენ ხოლმე მუცელში, გაგია თუ არ გაგია, თავი ეგეთი რაღაც გამოც. ხო გაგიათ ეგეთი რამის გამო ბავშვს კლავენ. ახლა მე მინდა გკითხოთ, აი ბავშვი დაიბადა. არის 3 წლის, 4 წლისაა ბავშვი. და დაემართა რაღაცა საშინელი დაავადება უცებ. და ეს ბავშვი მოწყდა სხეული და დაუზიანდა მას სხეული. მშობლები ამ ბავშვს კლავენ თუ ამ ბავშვს პატრონობენ? ხო პატრონობენ. არა თუ პატრონობენ, შეიძლება ადამიანმა სახლიც კი გაყიდოს მის დასახმარებლად. ხო? შეიძლება სახლიც კი გაყიდოს, ოღონდ იმ ბავშვს დაეხმაროს.
სახლიც კი შეიძლება გაყიდოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ მე თავი შვილი გადაარჩინოს. ახლა მე მქონდა შემთხვევა გუშინ წინ 3 წლის ბავშვი მანქანა დაეტაკა. და ვიყავი რეანიმაციაში მასთან. დედამისი იცი რა დღეში იყო რომ გადაერჩინა საკუთარი შვილი? აი ყველაფრის გასაყიდად ზად იყო, ოღონდ საკუთარი შვილი გადაერჩინა. და ღვთისმეტყველად გადარჩება კიდევ მე შვილი. და ყველაფერს აკეთებს. მაგრამ ნახეთ, ბავშვზე რო ვიგებთ ეს სატუმა ესაზრუნება, იცი საიდან? ესაზრუნება მოდის რომ ჩვენ ეს სულიერი სამყარო საერთოდ არ ვიცით. ჩვენ ადამიანებს უყურებთ როგორ იცი, ახლა აი ჩვენ ადამიანებს უყურებთ გარეგნულად. ვიღაცა გარეგნულად ლამაზი, ან ძლიერი, ან წარმატებულია. წარმატებული ადამიანი გონია ძალიან მაგარი ადამიანი. და ვიღაცა საერთოდ აი წარუმატებელი როა ხალხში არავინ არ იცნობს, არ არის ცნობადი სახე ეს ადამიანი, პრობლემა არ აქვს. იმ ადამიანს არ თვლით რომ ეს მაგარი შეიძლება ის ადამიანი ვისაც შეიძლება არავინ არ იცნობს, ყველაზე მაგარი ტიპი იყოს დედამიწაზე. და ყველაზე მაგარი იყოს გონებით, სიწმინდით, სისუფთავით, კაცობით, ვაჟკაცობით, რავი, ყველაფრით და ყველა ადამიანი შეიძლება ჯობდეს. და ის ადამიანი ვინც გონია რომ ძალიან მაგარი ტიპი შეიძლება საერთოდ არაფერი არ იყოს. აი ჩვენ აი ზოგჯერ ადამიანები გარეგნულად ვაფასებთ ადამიანებს ხოლმე. გარეგნული სახეებით ვაფასებთ. აი გონია რომ რაღაცა ადამიანებს უნარშეზღუდულები დავარქვთ ვიღაცებს რა ადამიანმა წავი რა მოიქნა უნარშეზღუდული. უნარშეზღუდული შეიძლება იყოს როგორი ჯამთელი, იცი აი ფეხი, ხელი, twin და იყოს უნარშეზღუდული ეგეთი ადამიანი. უთო უნარი შეზღუდული აქვს, გამწარებული ყავს დედა, გამწარებული ყავს მამა თავის ხორებით. არის უტიფარი, უზდელი, უხეში, ყლელი, უსიყვარულო, უგუნური, რავი, დაუნდობელი. არ და ყველაფერი აქვს, ხელი, ფეხი ყველაფერი აქვს. და ეს შეიძლება ყო ის ბავშვი აი მე ბევრი ყავს, მეგობრები ყავს, მე რო ეძახიან, რომ იცი რა ტკბილები არიან, აი მადგა რომ სიყვარული მიმიღია და მათ რო საკუთარი მშობლები გამოუსწორებია და ცხოვრება შეუცვლელად საკუთარ მშობლებს და ისეთი ტიპი გაუხდიან, რომ აი ვერ წარმოიდგენთ ამას. ამიტომ ახლა ჩვენი შეხედულობა თუ სწორად არ მოიმართა, ყოველთვის ხორცელი თვალი ძალიან ბევრი სხვანაირად გავამართლებთ ხოლმე. ამიტომ არ შეიძლება ადამიანმა მიუხედავად ყველაფრისა, მსგავსი რამე ღმერთმა დაიფაროს ყველა ამისგან, მაგრამ ადამიანის სიკვდილი არაფრით არ მართლდება. არანაირად არ მართლდება, ვერასოდეს ვერ გავამართლებთ ადამიანის მოკლას და სიკვდილს. გაიხარ. აბა კიდევ რა გქონდა გაინტერესებს კიდე. ნაურჯო მამა, ერთი კითხვა მაქვს, ანუ რატომ ხდება ამდენი სიბოროტე, აი დედამიწაზე ზოგადად რა ომების, მკვლელობები, რატომ ხდება ესეთი რაღაცები რა, თუ ყველა ღმერთის შვილები ვართ და თუ ყველა ღმერთს უყარავთ და რატო ზარალდება აი მაგალითად ხო არის რუსეთ-უკრაინის ომი და აი პატარა ბავშვები დაზარალებულან ომის გამო და რატომ ხდება ესეთი რაღაცები? აი ძალიან კარგი კითხვა, ესეც სამშულოვანი კითხვა. რატო ხდება ახლა ეს ყველაფერი? ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი, ეს არის უსიყვარულობა და ადამიანის დაუფასებლობა. რომ ჩვენ ადამიანს ჩვენს არაფერს არ ნიშნავს. ყველაფერი იწყება აქედან. ყველა პრობლემა მოდის ჩვენი ერთმანეთის გაუტანო და ჩვენ ერთმანეთს უსიყვარულობ. ყველაფერი აქედან იწყება. ეს ომებიც ეს რაც ხდება ადამიანი, აი როგორ შეიძლება ახ ადამიანი, აი შენ ახლა ის სიკეთის წყარო იყო და შე ვინმეს რაღაცა წაართვა, შეგიძლია ეგეთი რამე? აი ხა შე რო კეთილი ხარ ახლა ვიღაცას ამეს წაართ, მე ვინმეს ამე მოგინდება, სქესი რაღაც ხო არ მოგინდება არასდროს, როგორ იკადრებ ეგეთ რაღაცას, ხო ვერ იკადრებ ეროსს ამას. და სამწუხაროდ ნახე, ადამიანის ყველაფერი მოდის ადამიანების არასწორი ცხოვრებიდან. და იქ რაც ხდება თან სულ პოლიტიკური რაღაცებია, კიდე აი ვიღაცები წარმოდი ერთხელ ვიდეო ნახე, ესეთი პატარა ვიდეო იყო რა, ესეთი იყო ეს მდიდარი ადამიანები ზიან თავისთვის ესე ზევით სადღაც ოთახებში ზიან მდიდარი ადამიანები, ეს პრეზიდენტები და ესენი რა ქვია რა, ეს პოლიტიკოსები სადღაც ზიან, ერთმანეთს ესენი ლაპარაკობენ და ეს ორივე ქვეყნის ისინი და ერთმანეთთან რომ მომბენ ეს ქვეყნის ორივე მდიდრები ერთად ზიან ესენი, ერთმანეთს მეც მოლაპარაკობენ. ამ დროს ეს უბრალო ხალხი ერთმანეთს აკვდებიან ერთმანეთს, იხოცება ეს ხალხი ერთმანეთში მიდის ეს ომები, ეს ხალხი კვდება, ეს უბრალო ხალხი რა, ეს ქვედაფენის ხალხი ესენი იხოცებიან. ბოლოს ეს ომი მთავრდება. ესენი დასახიჩრებულები, ეს უბრალო ხალხი ზოგს ფეხი აქვს მოჭრილი, ზოგს ხელი, ზოგს ზადიან და ისინი იღებენ მერე მედლებს. ისინი ერთმანეთში ლაპარაკობენ და ამათ მედლები ქონება ამაზე მიდის ყველაფერი. ეს არის საშინელი პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს ბოლომდე სპობს და ანადგურებს. ამაში ადამიანები აი ყველაფერი საიდან იწყება, ცე ბავშვო, კარგად უნდა გაიგოს, ყველაფერი მოდის უსიყვარულობიდან. ეს აი ვიღაცა მე ამაში წარმოვიდგენ ღმერთს ადანაშაულებენ ხოლმე. აი ძალიან ბევრი ადამიანი ადანაშაულებს ღმერთს, აი ესეთი რაღაცები რო ხდება დედამიწაზე, ბევრის გამო მისვენი, აი ღმერთი სად არის? აბა სად არის ღმერთი? ღმერთი რატო უშვებს ამას, რომ ვიღაცა დაავადებული დაიბადა, ვიღაცა ესე დაიბადა, ამას ამობენ ხოლმე. აი წარმოვიდგინეთ ახლა აი მზე, როგორია მზე, კარგია თუ ცუდია მზე? კარგია. კარგია, ხო? მზისგან ხო ძალიან ბევრი სიკეთე მოდის.
მზე რო არ იყოს რა მოხდება? ვერ ვიარსებებთ. ხო ვერ ვიარსებთ, ხო გამორიცხულია. არიან ადამიანები, რომელსაც მზე ცუდად მოქმედებს? კი. ხო, ალერგიას აძლევს. აი ნახეთ ახლა მზე. აი რატო აძლევს ალერგიას ამ ადამიანს მზეზე? მზე შეიძლება ვინმე ალერგია მიცეს მზეს? მზეს ხო ღვთისება არ აქვს რომ ადამიანი დააზიანოს. მზე არის სიკეთის წყარო, ხო? მაგრამ ფაქტია რომ ვიღაცაზე მზე მოქმედებს ცუდად. ანუ რო გავიდეს მზეზე, უცებ შეიძლება დააყაროს. პრობლემა შეუქმნას მზე. რატო იწვევს მაშინ? ანუ ამ ადამიანში შიგნით ისეთი რაღაცეებია, ისეთი ცუდი რაღაცეებია, რაც მზის დანახვაზე მასში იწვევს პრობლემას. ანუ ამ ადამიანშია პრობლემა, ხვდები? მზეში კი არა პრობლემა, იმ ადამიანს ესეთი ვირუსული რაღაცები აქვს შიგნით ამ სხეულში. რაც მზესთან შეხების დროს მასში იწვევს დაავადებას. და პრობლემას უქმნის მზე. იმიტომ რომ მასშია პრობლემა. ანუ მზეში კი არა პრობლემა, ამ ადამიანშია რაღაცა დაავადებები და ამიტომ არის ესეთი. ანუ ადამიანი რომელიც ღვთისმაც არ იღებს, ის იმიტომ კი არა რომ ღმერთია, ბოროტების წყარო. ღმერთი სრული სიკეთეა. ამ ადამიანში როა პრობლემები, იმიტომაც ხდება ეგეთი რაღაცები მასში. კაცობრიობა დაავადა. კაცობრიობა დასნეულდა. კაცობრიობა აი ერთმანეთი გავწირეთ, ერთმანეთი ჩავქოლეთ, უამრავი პრობლემები შევქმნით ერთმანეთს. ესეთი ძალიან დიდი წმინდანი იყო, ალექსი შიშვანი, ესე წმინდანი იყო, ძალიან ქართველი წმინდანი, უდესი წმინდანი და ისე კამათებოდა ერთი ფილოსოფო, ძალიან მეცნიერ ადამიანს ესეუნებოდა, რომ აი ამდენი ბოროტები რო ხდება, ღმერთი სად არისო, მაშინ აი რატო უშოს რომ ვიღაცა დაბადებიდან ესე დაიბადა, ან ესეთი ბავშვობიდან პრობლემი დაიბადა ადამიანი, რატო ხდება? ამ კითხვის უსვამდა ხოლმე და მე ალექსი შიშვანი ეუნება ეგეთ რამესო. ეს ღმერთის კი არა, ეს ჩვენიგან გამომდინარე. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, აი ახლა რამოდენიმე დღის წინ მთელი ქალაქი იყო ძალიან დაბინძურებული. ხო გახსოვთ? ხო, აი უსამბი დაბინძურებული იყო და იყო ძალიან ჰაერში ისეთი ბაქტერიები იყო, ესაც ჩვენში შემოდიდა და ჩვენ ძალიან გვაზიანდა, ჩვენ ჯანმრთელობა ზიანდებოდა. ეს ბაქტერიები და ეს წვერი საიდან ვინ მოიტანა? ღმერთმა მოიტანა ეს წვერი? ჩვენი არ არის, ჩვენი სამშენებლო ნაგავი, მანქანის გამონაბოლქვი, იქ რაღაცა ქარხანა მუშაობს იმისა. აბა ნახეთ, ღმერთის შექმნილი სამყარო როგორია? გინახავთ, სადაც ადამიანის ხელი არ შეხებია. როგორი ლამაზია, გინახავთ ესეთი ადგილები? სადაც ჯერ კიდევ ადამიანის ხელი არ შეხებია. როგორი ლამაზია ბუნება, როგორი სუფთა ჰაერი, როგორი ლამაზი ჩიტები დაფრინავენ, როგორი თბილისში მე თვარე და ვარსკვლავები არ მინახავ საუკუნეა, ვარსკვლავს ვერ ხედავთ. არ ჩანს ისეთი ისა რომ აბა მიდი სოფოში გადი მთაში, სადაც სუფთავია, როგორი ჰაერის როგორია და ჰაერის როგორია. მაგრამ ჩვენ ადამიანებმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანეთ. ჩვენ თვითონ ადამიანებმა გამოუტანეთ საკუთარ თავს განაჩენი და მე ჩვენ განაჩენს ვაბრალებთ მე ღმერთს. აი ნახე, ახლა შენ ნახე ტელეფონზე ხარ დამოკიდებული. მაგათ ის მაგაც რა ვიყო, ხო? და 7-8 საათი ხარ ტელეფონში. რა მოყვება ტელეფონს პირველ რიგში? იზიანდება თვალის უჯრედები, ხო? იწვევს თვალის გამოშორებას, ხო ეგრეა? იმიტომ რომ წარმოიდგინე ახლა ამ ხელა ეკრანს, ესე უყურებ, ხო? წამო შენი მხედველობა არის მომართული. წიგნს ვაკითხულობ რა ხდება? წიგნი არის გაშლილი, ხო? აი ნახე წიგნი როგორია? ესაა წიგნი და ესაა ტელეფონი, ხო? ახლა წიგნთან რო ურთიერთობა გაქვს, ნახე რა ხოლმე რაღაცა გიჭირავს, რო კითხულობ. შენი მხედველობა ნაწილდება თელ ამ წიგნზე, წარმოიდგინე. და შენი მხედველობით ამას ძალიან ისე ნაწილდება და თან აქედან არანაირი გამოსხივება არ აქვს. არანაირი ზიანის მომტანი წიგნის შენთვის არ არის. თუ პირიქს სიკეთს მომტანი არ არის წიგნი. წავიდა ახლა ამასთან შედარებით, შენ ამასე უარი გაქვს ნათქვამი, ამასთან შენ არ გინდა ურთიერთობა, ეს დაკეცე, დააგდე ესე, მოიშორე ეს ყველაფერი და აგერ გაქვს ეს ყველაფერი. ამას უყურებ ესეთ, თავის გამოსხივებით, ამას თავის შუქი აქვს, თავის გამოსხივება აქვს და უყურებ ამას. ახლა შენ ამის ყურებაში გიზიანდება თვალი, გიშრება თვალი. თან წარმოიდგინე, ამასთან როზე ხარ, როგორ ესე ხარ, ხო სულ, ანუ ხერხემას იზიანებ. ხერხემალი ადამიანის თავარი საყრდენი, ხო, აი ადამიანი ცხოვრობს ხერხემით, ანუ ხერხემალი არის ყველაფერი. როგორ უნდა ითქვა, ყველაფერი ხერხემალია, წარმოიდგინე. ამ ხერხემას იზიანებ, თვალს იზიანებ. მე რაღაცა პრობლემები შეგექნება და დააბრალებ მე ღმერთს. თვალები არ მივარგა, იმიტომ რომ ღმერთის ბრალია და თუ შენვე დაიზიანე. აი ესე ჩვენ ადამიანებმა საკუთარი თავი დავიზიანეთ, ჩვენ ადამიანებმა. საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანეთ და მე ეს ყველაფერი ბრალდება ღმერთს, აი ომი ვინ დაიწყო? ერთმანეთში. ადამიანებმა არ დაიწყეს? კი. პოლიტიკოსებმა არ დაიწყეს? და მე ღმერთს ბრალდება, აი ბავშვი რატო იხოცებოდა და რატო არ გადაარჩინე ბომისგან ბავშვი, მე ღმერთს ეუბნებიან ხოლმე. ამიტომ ჩვენი ბრალი ადამიანებს ეს ყველაფერი. მაინტერესებს, ანუ ტატუ არის თუ არა, ცოდვა რა. რამდენი წლის ახარ? 13-ის. ახლა ნახე, შენ ხარ 13 წლის ასაკში. შენი შეხედულება ახლა 13 წლისა როგორია?
25 წლის შეხედულება გაქვს თუ 13 წლის ადამიანის შეხედულება გაქვს? 13-ის. 45 წლის ადამიანის შეხედულება გაქვს, 13 წლის ადამიანის შეხედულება გაქვს. რა? აი, როგორი შეხედულება გაქვს? ახლა 13 წლის ადამიანის შეხედულება გაქვს თუ 40 წლის? 13. 13-ის. შენი ტასაცმლის ახლა ჩაცმულობა ახლა. შენი ჩაცმულობის სტილი ახლა 40 წლის კაცის ადამიანის ჩაცმულობის სტილი შეიფერება? არა. არა, ხო? შენ იცნევ ისე, როგორც 13 წლის ასაკში მოგეწონება, ხო ჩაცმულობა, ხო ეგრეა? ახლა იგივე ჩაცმულობა, ახლა შეიძლება როგორც აღდგეს გაწვია. 45 წელს ჩაიცვო ეგრე? შეიძლება არ ჩაიცვა, ხო? შეიძლება არ ჩაიცვა, იმიტომ რომ არ მოგეწონოს უკვე იმ ასაკში ეგეთ ჩაცმულობა, იმიტომ რომ ყველა ასაკში ადამიანი თავისებური ახლა მაგალითად 60 წლის კაცს არ უხდება ახლა ჯინსები რაღაც ისე ჯაჭვები და რაღაცები და ჭრილაჭოტასაც მე არ უხდება რა 60 წელს ახლა როგორც თვითონ უნდა გეცვას ახლა და ბავშვი რო ხარ ზღვაზე შეიძლება ისე გეცვას როგორც მაგალითად იმ ოპერაში და თეატრში ჩაიცმე ისე ხო ვერ ჩაიცმე ზღვაზე სხვა უნდა გეცვას ხო ადამიანს და ოპერაში სხვანაირად ხო ბუნებრივია რა ფეხბურთს ათამაშოთ რომ მიდიხარ ახლა ისე ჩაიცმე როგორც კორწილში გაცვია ხო სხვანაირად გაცვია ხო ბუნებრივი არ წამოდე 13 წლის ბავშვი ახლა ტატუს რო გაიკეთებ ახლა ხო გაიკეთებ იმაზრუნებაში რაც ანუ რაც იმ მომენტში მოგწონს რაც ისე ხო ახლა 40 წელს რო გახდები მოგეწონება მე ყველაფერი არ ამგვენ რომ მოგეწონოს და მე წარმოდიე რა არის კიდევ ტატუს აი კიდევ რათვისება აქვს ტატუს ტატუ არის როგორ რაღაცა იცი აი რაღაცაზე გაქვს პრეტენზია რაღაცაზე გაქვს პრობლემა და გინდა რომ შენ ამით რაღაცა თქვა აი ტატუს აქვს ეს თვისება ნახე ჩვენ რაღაცას ვიკეთებთ ამით რაღაცას ვეუბნებით ადამიანებს ანუ იმ მომენტში რაღაცის თქმა გვინდა რაღაცა გვინდა რომ დავანახოთ ხო ბუნებრივი პროცესია წარმოდიე მე არ მეგულება ადამიანი ვინც სტატუსი იკეთებს წლების შემდეგ მე ეს მოწონებოდეს მე ჯერ აი მიუხედავად იმისა რომ არ ზოგი არ წდება ხო ყველა ვიცი ყველა ძალიან წეს რომ გაიკეთა მაშინ იმიტომ რომ მაინც აზიანოა ყველა ვარიანტში გაზიანებს მე თან სტატუს აქვს კიდე მეორე თვისება თუ დაიწყე სტატუს გაკეთება მე ვეღარ ჩერდები ეგეც მომისვენ ციკეთ აი სულ ახალ რაღაცა გინდა სულ გინდა მე გაიკეთო მე კიდევ გინდა მე კიდევ და თელი სხეული გავს აჭრელებული წარმოიდგინე აი თელი სხეული მე მაქვს ათონზე ბერი ნანახი ბერი რომელიც ისა რა ქვია მონღერალი იყო და ისე მომონური ცხოვრები ცხოვრობდა რა ძალიან ისე ცხოვრები ცხოვრობდა და მე გახდა ამერიკაში ძალიან ცნობილი რეპერი იყო და მე მოექცა გაიცნო ერთ-ერთი ქრისტიანი ადამიანი გაახლოვდა მე ამან ათონისაზე წაიყვანა და მოალოცა ათონისთა უბრალოდ თხოვა რომ ათონის წამომყევი და გაყვა ათონისთაზე და მოხდა ვადობეთის მონასტერში ეს ბიჭი ეს როკერი მოხდა იმაში ათონისთაზე და რომ მოხდა ისე მოიხიბლა ამ ათონისის დარჩა იქიდან აღარ წამოსულა ათონისიდან იქვე მოინათლა თან მონათლა ვიყო მაგ დროს მოინათლა გახდა ქრისტიანი და დღეს არის ბერი ოღონდ თელი სხეული მოხატული აქვს აი თითებიც კი მოხატული აქვს ყველაფერი აქაც მოხატული აქვს და ახლა ყაბააც ახლა ჩვენ მარტო გვიჩანს ეს და ეს მონაკვეთ მეტი ყوار ჩაშვე ესენც კი ჩასწოვდა ერთხელ ველაპარაკეთ გითხარ აი მამაო აი ერთი დღით ადრე დამაწყებინაო როდესაც ეს და ვინმე შემახვედრაო ვინც ეკეთებს სტატუსს ორით მათქვევინაო რომ აი არ დაიწყო აი პირველი ამას უთხრა არ დაიწყო დღეს იცი როგორ მაწუხე ყველაფერი შემახსენდება მას რო უყურებო ამ ხელებს რო უყურებო ყველაფერი მახსენდებაო ამიტომ მე მაგათაც გირჩევდით რომ აი არასოდეს არ დაიწყო ამის კეთება იმიტომ რომ მე ძალიან დაგაზიანებ მე თან ეს ადამიანის ეს სხეული არის ღვთისხატება და მსგავსება ეს პავლემოც ხულემოს რომ თქვენი სხეული ღვთის ტაძარი არისო ეს არის ღმერთის ტაძარი და ღმერთის ტაძარი ღმერთმა როგორც შექმნა ეს მოგცა ეს იმას კი არნიშნავს რომ თმა არ შეიჭრა არ მოწესრიგდე არ დაიბანო პირიქით უნდა მიხედო ადამიანს თმაც კოկოხთან უნდა შეიჭრა და უნდა მოუარო საკუთარ თავს და მიხედო საკუთარ თავს და ეს სხეულის მიხედვა აუცილებელია მაგრამ აი მე მაგათაც გირჩევდით იმიტომ რომ ბავშვებში ეს ძალიან მოდის ხოლმე ეგაზე თავი ტატუსზე და მე გირჩევდით რომ არ გაიკეთოთ ესე გირჩევდით რატომ არის მთლიანი სამყარო ერთმანეთზე გადამტერებული და რატომ იბოღმებიან იმაზე რომ ტერიტორია გაადიდონ და ასე იცოცხლო ო ეგეც მოდის აი ასეც ვილაპარაკოთ უსიყვარულობიდან მოდის ესე და ადამიანს არ ყოფნის ისაც აქვს და სულ ბევრი და ბევრი უნდა ადამიანს ერთ ადამიანზე საუბრობდნენ დღეს მამები და ლაპარაკობდნენ და ერთ ადამიანს 200 ბინა ქონდაო წარმოიდგინე აღმოუჩინეს 200 ბინა ერთ ადამიანს წარმოიდგინე ერთ კაცს ქონდა 200 ბინა 200 ბინა აი გაოგნებული დავჭერე 200 ბინა აი ან ბიძაშვილი არ აყავს ან უსახკარო არ აყავს ან ათესავი არ აყავს 200 აი რა უნდა გაუკეთ აი როგორ უნდა იცხოვრო ამ 200 ბინაში სულ 360 დღეა წელიწადში ანუ ვერც მოასწრებ რომ იმ ბინებში შეხვიდე წლის განმავლობაში შესაძლოა ხონდა იცხოვრო წარმოიდგინე
ამდენი გაჭირებული, ამდენი უსახკაროა და შენ გაქვს 200 ბინა, წარმოიდგინე. ანუ ადამიანს შეიძლება რომ 200 ბინა კონდეს. აი ანუ როგორი გაუმაწყარი ადამიანი. აი ესეთი გაუმაწყარი ადამიანები აკეთებენ ეგეთ რაღაც, რომ ვერ ძლებიან ამ ყველაფერი, არ ყოფნით რაღაც ამაში, ვერ ეტევიან ამ რაღაცაში. და უნდა ვერ ძღება. ვერაფრით ვერ ძღება ამ ყველაფერს და ეგეთი ადამიანები იქცევენ ეს. ეთქო ხო არ გვაქვს კიდე. ერთი კითხვა მაქვს. ზოგი მამა ამბობს, რომ ჰელოუინი სატანისტური არისო და თქვენი აზრით მაინტერესებს შეიძლება ჰელოუინის აღნიშვნა თუ არა? აი ნახე ჰელოუინი, ნახე რა შეიძლება უნდა ვიცოდეთ ნებისმიერი დღესასწაული რაც არის, უნდა ვიცოდეთ რა არის ამ დღესასწაულის წყარო. საიდან რა იღებს საბუძველს, ეგ უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში. საიდან წამოვიდა ჰელოუინი, ვიცით ეს თუ არ ვიცით? მე მგონი მე-6 კლასში ავიხსენე, მაგრამ აღარ მახსოვს. ანუ ბოროტის შეშინება. პირიქით, ბოროტის სულების მოხმობის დღესასწაულია. ეგ არის ბოროტის სულების მოხმობის, შეშინების კი არა, მოხმობის დღესასწაული. ანუ ბოროტის სულებს ადამიანები ეხმობდნენ, ეს აქედან წამოვიდა ეს დღესასწაული, ბოროტის სულების მოხმობის დღესასწაული იყო, რომ ადამიანები ბოროტის სულებს ეძახდნენ თავისთან. აქედან გამომდინარე იცმებდნენ ისეთ ფორმებს, რომელთაც გამოიხატებოდა ბოროტის სულები, ანუ ეკეთებდნენ რქებს, კუდებს, ანუ ეშმაკი როგორც იხატება, ესეთ ფორმებს იცმებდნენ ადამიანები, წარმოიდგინე, ეს აქედან იღებს დღესასწაული, რომ ადამიანში ბოროტის სული ჩასახლებული იყო. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ადამიანში, აი ბოროტის სულის ჩასახლების დღესასწაულია. და ეს იმდენად შემოიღეს, ანუ თან როგორ აქცეს საქართველოში, აი უამრავი დღესასწაული გვაქვს, მართლა უამრავი დღესასწაული გვაქვს და სკოლებში ამას აღნიშნავენ, წარმოიდგინე უამრავ რამეს მართლა არ აღნიშნავენ. აი მართლა რაც აი მე ყველაზე მეტად გულაზე წდება, იცი რომ აი ეს იმდენად ისი აქციეს ამას, რომ აი მაგათ ჩემი შვილი შეიძლება დააბუნებონ იმის გამო, რომ იმ დღეს რატო არ მივიდა სკოლაში და რო გაასწრონ სხვა დროს იმაზე მოთხოვენ ამ დღეს რატო არ იყავი, მაგათ აი რო არ გაუშვებ სკოლაში ამ დღეს და ეტყვი რომ არ უნდა წახვიდე, აბულინგებენ მე ამის გამო, უნდა იყო იქ მაინც. უამრავი მართლა დღესასწაული გვაქვს, აგე 100.000 მოწამის სცენების დღე გვაქვს, უამრავი რაღაცა ისეთი დღე გვაქვს, რაც მართლა აი შეიძლება აღნიშნოს მართლა ერმა და სკოლებმა აღნიშნონ, მართლა ის ერთი კვირიანი მიუძღვნა მაგალითად მართლა რაღაცა ქართულს, რაღაცა ღირებულს, რაღაცა ფასეულს. ხო შეიძლება ეგეთ რამე გავაკეთოთ, მაგალითად შეიძლება გავაკეთოთ აი ქართველები ხო ვართ, აი მაგალითად იყოს ერთკვირიანი ქართული შესამოსი დღესასწაული სკოლებში. და ყველა იმ დღეს რაღაცა ქართული ფორმატ ჩაისვას, ჯოხა რაღაცა ქართული ლექსები ისწავლონ დღეს, რაღაცა ერთმანეთს იმ დღეს ხო შეიძლება ეგეთი რამე იყოს და ესეთი რამე დამკვიდრეს, მაგრამ ეგეთ რამეში ხელს შეწყობა არ აქვს. ხვდებით აი რას გეუბნებით, აი ჩემთვის მაგალითად როგორ რაღაც ეცე აი ასეთი რა მე ფიქრობ რომ ეს არასწორია რა ჩვენ დავხდება. მაინც მეც მაგის მოხრევარ. და ჩვენ მაგალითად აი რაღაცნაირად ის უნდა გააკეთოს ერმა რომ ისეთი რაღაცები დავამკვიდროთ, რისგანაც ჩვენ სარგებელი გვექნება. აი სულიერი სარგებელი გვექნება და სწორად გავიზდებით. ღირებულებები, ფასეულობები, რაზეც ქვეყანა დგას, ნახე, ადამიანი შედგება რისგან? ღირებულ ფასეულობებისაგან. შენ თუ შენ შინაგანში შენი ღირებულებები სწორად დალაგებული არ აქვს, შენ ცხოვრება ძალიან გაგიჭირდება და ძალიან რთული იქნება შენი პირადი ცხოვრების სწორად წარმართვა. ძალიან რთულია. ამიტომ შენ პირველ რიგში შენი პირადი ღირებულ ფასეულობები დაალაგო, რომ მე შენი ცხოვრება სწორად წარიმართოს. აი ძალიან მნიშვნელოვანია ესა და მე მაგათაც სულ მაგას ვთხოვდი ყველას, აი რომ წლებია მე სკოლაში მუშაობდი, მე ვასწავლები სკოლაში და ლექტორიც ვიყავი უნივერსიტეტში ვასწავლე, დღესაც ვასწავლე უმაღლეს სასწავლებელში და დღეს ლექტორი ვარ და სულ მაქვს ის მომენტი, რომ აი ადამიანმა რაღაცა აი ისეთი რაღაცები შექმნათ, რაც ჩვენთვის სასარგებლო და სწორი რაღაც მომტანი იქნება. რაც მე შენ მოგიტანს სარგებელს, ანუ ყველაფერს ადამიანი დაკეთებს იქიდან გამომდინარე, რომ იქიდან სარგებელი კონდეს რაღაცა. რომ სასარგებლო იყოს. ამიტომ მე ვფიქრობ რაღაცა უნდა მივიდეთ იმ მდგომარეობა და რაღაც ისეთი რაღაცა მოვიფიქროთ, რომ ეს ჩავანოთ ესეთი რამით, რაც მე ჩვენ სარგებელს მოგვიტანს. და თავიდანვე რატო იძახებდნენ ამ ცუცულებს ადამიანები? იმიტომ რომ მათში ბოროტის სული შესულიყო. რომ ვიღაცა იძახებს წმინდა სულს, ვიღაცა ანგელოს ელაპარაკება. ნახე, ჩვენ ყველას ხო ჩვენი ანგელოზი იცით? აი ჩვენ რო ვიბადებით, ჩვენ დაბადების თანავე ყო ჩვენი ანგელოზი. და კიდევ მე როცა ვინათლებით, ანუ როცა ეკლესიის წიაღში ვიბადებით, მე კიდევ გვეძლება ერთი ანგელოზი, რომელსაც ეძახიან კადნიერ ანგელოზს, რომელიც ჩვენ წინაშე ღმერთთან შუამავალია და გეხმარება. ეს ანგელოზი ჩვენს უდავყვება ხოლმე. მე მაგალითად ახლა მე ჩემ ანგელოზს საუბარი ვიცი. მე ჩემ ანგელოზს ვიცნობ.
ვიცნობ მე მას როგორია, ვინ არის და მე და მას ერთმანეთთან ხშირად გვხდება დიალოგი. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც საკუთარ ანგელოზს არ იცნობს. მას ვერ ესაუბრება, მასთან ურთიერთობა არ აქვს. ვიღაცა იმ ბოროტ ის ანგელოზის ბოროტი, ანუ ანგელოზი ქვია იმასაც ბოროტსაც. უნდის დაცემული ანგელოზია, ნუ ეშმაკი არის, ეშმაკი იყო ანგელოზი, ის დაცემული ანგელოზია. მასაც იგივე ძალები აქვს, მასაც აქვს ეს ძალები, რომ გონებაში ფიქრები მოგაწოდოს, აზრები მოგაწოდოს, შენში თუ შენ მიცემ უფლებას, ის შენში შემოვიდეს. ახლა შენაც ამის საშუალება, მას შენ შემოვიდე, შენს გარესის, შენში ვერ შემოვა. და ადამიანები არა, ვისაც ეს ბოროტი სული უნდა საკუთარ თავში შევიდე. სამწუხაროდ არა ვიქალაქები. ესენი ეძახიან და მათ შეს ბოროტი სული მერე შედეს ხოლმე. ერთი კითხვა მაქვს. სხვადასხვა სტილები რო არის ჩაცმის და რაღაცეების. აი მაგალითად ემო და რაღაცეები მას. ის არის ზოგი ჩაცმის სტილი არის სატანისტური დაცოდვა? გააჩნია ჩაცმულობას, ნახეთ აი ადამიანი ნახე ჩვენი შინაგანიდან გამოდის ჩვენი ჩაცმულობა, ჩვენი ვარცხნილობა, ყველაფერი გამოდის ჩვენი შინაგანი ბუნებიდან. ნახე ადამიანი ბავშვი როა პატარა როა ხო ისე არ აქვს ესეთ ასაცმელს ჩაცმულობას, ვარცხნილობას ყველაფერი პატარები რო არ ხო რაღაცა სხვა ისაა. ახლა ბიჭი შეყვარებულია უკვე სხვანაირად ფიქრობს უკვე გოგო რო გიყვარს ან გოგოს რო ბიჭი შეუყვარდება უკვე ცოტა სხვანაირად უკვე სხვანაირად ის ვეღარ მახსოვს სკოლაში რომ მივედი, უკვე შეყვარებული რომ მყავდა. სკოლაში რომ მივედი, ჩემ ბიოლოგიის მასწავლებელი მონება ჩაკო შეყვარებული ხარო და გავუგვიძი რა როგორ მიხვდა მეთქი და ისა თქო დავარცხნილი გაქვს რომ ის ქონდა დასასვლელებული და დავარცხნილი გადავარცხნილი და ეგრე მიხვდა რაღაცა რაღაცა ჩემში რაღაცა შეიცვალა რაღაცა ანუ რაღაცა უკვე სხვანაირი მივედი სკოლაში და რომ ის გოგო მომწონა მინდა რომ მოწონებოდი და სარკეში ვიხედებოდი აბა როგორ უნდა მოწონებოდი ამას ვფიქრობდი და ბუნებრივად ჩვენი ჩაცმულობა ჩვენი შინაგანიდან გამოდის აუცილებლად აისახება აი ჩვენი ჩაცმულობა არის ჩვენი შინაგანი აი მაგალითად სპორტსმენი სპორტულად აცვიათ ხოლმე უფრო აი რა ხე უფრო მარტივად ისე აცვია აი ახლა მეცნიერებს აკადემიკოსებს სხვანაირად აცვია აი არის ეს ჩაცმულობის სტილი ახლა ჩვენ სამგდელოება ხო სხვანაირად ვიცმევთ ხო სხვა ფორმა გვაქვს სხვა ისა გვაქვს ხო ექიმები სამედიცინო სხვანაირად იცმევენ ჩაცმულობას დიდი მნიშვნელობა აქვს მაინც აქვს მნიშვნელობა ჩაცმულობას მაგრამ ჩაცმულობით ადამიანს მაინც ვერ შეაფასებ შეფასება მაინც რთულია რომ ჩაცმულობით ადამიანს შეაფასო და კიდევ ერთი კითხვა აი მაგალითად ემო და ისინი სატანისტური არის აი რაღაცა სატანისტურ მუსიკებს რო უსმენენ და რაღაცები მას სატანისტური არის ნახე მუსიკაც ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკაც ცეკვაც რაღაც იმიტომ ეს ყველაფერი არის როგორც აი ეს მუსიკა ცეკვა ყველაფერი გამოდის ადამიანის სულიდან ნახე ჩვენ ერთს ჩვენს ქვეყანას გვაქვს ჩვენი მუსიკა ჩვენი ცეკვა ჩვენი კულტურა გვაქვს ხო ეს ცეკვა და ეს მუსიკა ჩვენი ერის საუკუნეებით ჩამოყალიბებულისა ხო ფორმა ანუ აი ქართველმა კაცმა სხვანაირად იმღერა. ქართველმა კაცმა სხვანაირად იცეკვა, იმიტომ რომ მისი ეს ლაჩატი, ეს ბუნების, ეს მისი ეს ტრადიციები, ეს ისტორია, რაც ქართველმა გამოიარა, სხვანაირი სიმღერა ჩამოგიყალიბა. ელემენტარულად აი კუთხეების მიხედვითაც კი მაგრამ სვანური სიმღერები სხვანაირი სიმღერებია. მეგრული სიმღერები სხვანაირია, კახური სხვანაირია. არაერთი ქვეყანა ვართ, ხო? სვანეთი არის სხვანაირი მთისა და სიმღერა აქვს აი ესეთი, აი ომახიან და რაღაც ესეთი სიმღერა, აი სიმღერა აქვს ხევსურებს, რაღაცა თიულებს, სხვანაირი სიმღერები აქვს. აი მეგრელებთან სხვანაირი სიმღერა, ბუნებაც სხვანაირია სამეგრელოში. ანუ ეს ბუნებრივად მაინც აისახება ადამიანს ეს სიმღერაც, ცეკვაც, ყველაფერი, ანუ ადამიანის სულიდან, აი ნახე, ჩვენ სულში რაც ეს ამოდის ადამიანის, მაგალითად მე მაგათ ახლა უკვე ადრე მაგათად უსმენდი ძალიან ისეთ მუსიკებს. დღეს მაგათად აი ძალიან ხმამაღალ მუსიკას ვეღარ უსმენ. ძალიან მაწუხებს. არის სიმღერები, რომელსაც ვეღარ უსმენ საერთოდ, იმიტომ რომ ჩემ ყურს ძალიან ცუდად ხდება უკვე. არათვის აი ბილწვაო ვიღაცა რომ შეიგინება ხოლმე ხო რომ გავიგე ბილწვას აი მე გონე რომ ყურში რაღაცა შემერჭო აი ლუსვარ ჩაგაჭრე ხო აი SMS-ის ადრე მე თვითონ ვაკეთებდი ამას ანუ სხვანაირად მესმოდა ეს გინება და ისა დღეს უკვე სხვანაირად გესმის ამიტომ ეს მუსიკაც ესევი არის რა და საბოლოო კითხვა ცოდვა არის რა ეგენი ანუ სატანისტური მუსიკები სატანისტური ჩაცმულობა კი, ბუნებრივია, ნახე ჩაცმულობაც ეს მუსიკაც თუ რაღაც ესეთი ახლა მე ახლა ინგლისური არ ვიცი. თქვენ ინგლისური კარგად იცით. ნახე, თქვენ გესმით იმ სიმღერების შინაარსი, რასაც თქვენ უსმენთ, ხო? ახლა სიმღერის შინაარსი რო უსმენ, წარმოიდგინე ღმერთის გმობას. სისხლზე და ცუდ რაღაცებზე, რატო უნდა მოусმენო? მე მაგათ არ ვიცი, ახლა ეს სიმღერას ვამბობ ცუდიაო, მე არ ვიცი ზენ არ მესმის და არ ვიცი და რატოა ცუდი ვერ გებულობ. ეს მუსიკის სიმის შეიძლება მოხდა რაღაცა შეიძლება მუსიკა არ ესიამოს, თორემ სიტყვები მაგათად არ მესმის.
გასწრუსავ, მაგრამ შენ რო გესმის ეს სიტყვა და ეს სიტყვა არის ცუდი, რატო უნდა მოусმინო ეს რაც ცუდი დამაზიანებელი, ხო უნდა მოусმინო ეგეთ რამეს? არა. ბატონო. ერთი კითხვა მაქვს. რატომ არიან ხალხი ასე დამოკიდებული კაზინოზე და ნარკოტიკზე? ეს არის აი ძალიან მაგით დავიწყეთ ეს საუბარი და მაგით ალბათ გავოთ ფინალშიც კიდევაც. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სცენი, ურთულესი და უმძიმესი სცენია. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ ჯერ პირველ რიგში უნდა ვიცოთ რა რომ ეს ადამიანები ჩვენგან არ უნდა გავრიყვოთ. პირველ რიგში რაც უნდა ვიცოთ რომ არ შეიძლება ადამიანს რო ხედავთ რომ ეს ნარკომანია, ნოთია, მოთამაშია, ეს სტიგმა და არ უნდა ვაქცეთ ეს ადამიანები არ უნდა რაღაცა ჩასახოლი ადამიანები არ არიან. საერთოდ არც ერთი ადამიანი არც ცოდვის გამო ჩასახოლი არ არის. და ერთ რამ უნდა იცოდეთ ცხოვრებაში რომ ჩვენ უნდა გვძულდეს ცოდვა და არა ადამიანი. მე ჩვენ გვდლები წარმოგიდგენთ ჩვენ ვიღებთ ყველანაირი ცოდვილ ადამიანს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი ცოდვილ ადამიანთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეკლესია არის იმისთვის რომ ცოდვილს უმკურნალოს და ცოდვილს უშველოს. ესა პირველი დანიშნულება ქრისტე რომ მოვიდა ეს რაღაცა თქვა ქრისტე რომ მე არ მოვედი ჯანმრთელებისთვის, მე მოვედი ცოდვილებისთვის, რომ ცოდვილებს დავეხმარო, იმიტომ ცოდვის სატვირთად მოვედი, რომ ცოდვა ვიტვირთო. ანუ ადამიანი შენ რო ხედავ რომ შენი მეგობარი ესე მძიმედ არის რაღაცა, ხელი კი არ უნდა კრავ და დაეხმარო, მაგრამ მეორე მომენტია, მეორე რაღაცა ემართებათ ხოლმე. ადამიანები ჩაყვებიან ადამიანს ამ ყველაფერში, არ უნდა ჩაყვე ადამიანს. არ უნდა ჩაყვე ამ ყველაფერში და არც უნდა აყვე ამ ყველაფერში. არც უნდა ჩაყვე და არც უნდა აყვე ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე შეიძლება მასთან ურთიერთობა შენ შეიძლება დაგაზიანოს. ეს არის აი ერთ-ერთი დღეს ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რაც დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს. აი რაც ჩვენ აი ამაზე მძიმე პრობლემა დღეს ჩვენ არ აქვს. ახლა მოდელი ვარ, ხომ რა ხსარებას ვიბარებ, ხო 1000 ადამიანს ვიცნობ, ყველას ვიცნობ თითქმის და აი დიდი უდიდესი პრობლემა ჩვენ ქვეყანაში აზარტული თამაშები და ნარკოტიკები. ესაა ამ ქვეყნის ყველაზე გამანადგურებელი და ყველაზე დამანგრეველი. რაც დღეს ამ ქვეყანას ანადგურებს და ამ ყველაფერმა ნარკოტიკებმა თაობები დაყופה, აი ჩემი თაობა და ჩემი აი ჩვენი 90-იანი წლების თაობა ამ პრობლემამ დაყופה ჩვენი თაობა, გაანადგურა ამ პრობლემამ ჩვენი თაობა და მე ამ განადგურებულმა თაობამ გაზარდეს შვილები, რომლებიც სწორად ვერ გაზარდეს მე და მე მათში პრობლემები წარმოიშვა. ამ ნარკოტიკმა ძალიან დააზიანა ჩვენი თაობა და ჩვენით დააზიანა და ჩვენი აღზრდილი შვილები. ანუ ჩვენ ახლა ნარკოტიკში ადამიანი ხარ და გაუბედურებული იმან შვილის სწორად როგორ უნდა გაზარდოს. არნაირი შენ შულთან არნაირი ურთიერთობა არ აქვს. აზარტულ თამაშებში რო ხარ წარმოიდგინე, შენი გონება არის გარდაცვლილი სული წარმოიდგინე. აღარ შვილი გაინტერესებს, აღარ ზედა გინდა, აღარ ცოლი გინდა, არაფერი გინდა, ერთი სული გაქვს, თუ რო ითამაშო, ამ თამაში იყო წარმოიდგინე ერთი სული გაქვს, სხვა არაფერი არ გაინტერესებს იმ მომენტში, ყველას და ყველაფერს წირავ და წარმოიდგინე მოძულებული გაქვს ყველაფერი, წარმოიდგინე და ამ დროს კარგავ თელ ცხოვრებას. და ის შენ შულს ენატრება მშობელი, წარმოიდგინე იქ მშობელთან ურთიერთობა უნდა, ამ მშობელს ეს შვილი საერთოდ არ აინტერესებს, არც სული აინტერესებს და იღუპება წარმოიდგინე ადამიანი, ნადგურდება ადამიანი, ისპობა ადამიანი, აი ბოლომდე მოსპარი ადამიანი, ამიტომ თქვენ აი საკუთარი თავი ამაში ძალიან უნდა დაიცვათ, აი ძალიან უნდა დაიცვათ. ეს მომავალი კი არა, ეს არის ახლა ამწუთას, აი ამ წამიდან აი უნდა დაიწყოთ ამაზე მუშაობა. რომ ამას არ გაეკავ და რო ხედავ უკვე შენი კლასელი, შენი მეგობარი უკვე სიგარეტს მოწევას იწყებს, იქიდან უნდა დაეხმარო შენ ძმაკაცს და შენ კლასელს, თუ მართლა ძმაკაცი ხარ, თუ მართლა მეგობარი ხარ, რომ იმას დაეხმარო, მას ეს ყველაფერი არ გააგრძელოს. და შტატა დაეხმარო და შეეწიო. შენ კი არ უნდა აყვე მოწევაში. პირიქით უნდა შეეცდო იმას დაანებებინო თავი და შენ თუ აყვები და მე შენ მეორე ადამიანი დაემატები, მე ორი რო იქნებით, მე მესამეს დაიმატებთ, მე მეოთხეს დაიმატებთ, მე მეხუთეს დაიმატებთ. და შენ რო შენს მეგობარს დაეხმარები რომ დაანებოს თავი, ის მარტო რო დარჩება, ემარტოს იმას მე ერთად დაეხმარები და იმასაც დაანებებენ თავს. რო აყვებით, მე ერთმანეთს მე დააზიანებთ. ამიტომ შენ კი არ უნდა აყვე, შენ უნდა დაეხმარო, მას რომ ყველაფერში არ იყოს. ის არის ხალხი რო არის აი რო იცვლიან კაცი რო არის ადამიანი და ქალად რო იმჩნევს თავს და ქალად რო იქცევა და ეგენი ცოდვა არის. აი კაცი ვარ და ხოდა გინდა რომ ქალი გახდე, ან ქალი გინდა კაცი რო გახდე. წარმოგიდგენ, უბრალოდ აი ელემენტარი ნახე დაფიქრდი შეხედე. აი ჩვენ ვილაპარაკეთ ადამიანის გაჩენაზე, ხო? ადამიანი როგორ იბადება ადამიანი, წარმოგიდგენ, პატარა წვეთს ეძლევა სული, ეს პერეს პატარა წვეთ რომ სული მეცა დიდი სმუცელს ეწებება და მე ეს ადამიანი ხდება. და იცით რომ ადამიანი, წარმოგიდგენ, თქვენ ახლა რამდენი ადამიანი ზივართ ახლა ჩვენ. იცით რომ ჩვენ არც ეს ერთნაირი ხელს ანაბეჭდი არ აქვს, იცით ეგ თუ არ იცით? აი ეს პატარა მონაკვეთი ხელის ეს ნაწილი, ამდენი ადამიანი ზივართ, არც ეს ერთნაირი არ აქვს. ყველას გვაქვს განსხვავებული ხელის ანაბეჭდი. არა თუ მარტო ესა, წარმოგიდგენ. აი თვალი, ხო იცით თვალი, ხო არის? ამ თვალში არის შიდა პატარა ნაწილი, ეს პატარა შვაგული.
გუგას ეძახიან, თვალის გუგას ეძახიან ამას. ეს პატარა, ძალიან პატარა, ესეთი პატარა გუგა თვალი, ეს ძალიან პატარა, 1 მილიმეტრიც არ არის ეს თვალის გუგა, წარმოიდგინე, შეიძლება მილიმეტრი იყოს, მეტი არა. ეს თვალის გუგა წარმოიდგინე, ჩვენ ახლა აქ ვინც ავართ, არც ერთნაირი არ აქვს, იცით ეგა? არც ერთნაირი არ აქვს. ყველას თვალის გუგა განსხვავდება ერთმანეთისაგან. და მარტო აკი არა, აი დედამიწაზე ხო ახლა მილიარდი ადამიანი ხო ცხოვრობს, ახლა დედამიწაზე რამოდენიმე მილიარდი ადამიანი ხო ცხოვრობს. აი ამდენ მილიარდ ადამიანს, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს, 10 ადამიანს ეს ხელის ანაბეჭდი ერთნაირი არ აქვს. არც ერთ ადამიანს ეს თვალის გუგა ერთნაირი არ აქვს. და მარტო დახლავიც კი ცხოვრობს კი არა. აი დედამიწაზე ადამიანიდან დაბადებული, ვინც კი დაიბადა დღემდე, არავის ესე ერთ თვალის გუგა ჩემნაირი არ ქონია. შენ წარმოვიდგინე ხა, რამდენი თვალის გუგა, როგორ უნდა მოიფიქრო, ამდენი სხვადასხვანაირი, ამდენი სხვადასხვანაირი ხელის ანაბეჭდი, როგორ უნდა შექმნა. თანამ წვეთში ეს ხო წვეთი იყო ჯერ ეს ადამიანი, ანუ წვეთი იყო, მე წვეთი გაიზარდა, განვითარდა, გახდა ადამიანი თვალი, ცხვირი გამოგვივიდა, მე ამ წვეთთან და ჩამოყალიბდა, ნელა ეს ფორმა ეს ადამიანი ჩამოყალიბდა, წარმოიდგინე. და მე ამას გამოვიდა სიზარღვები, თითები, ესენი ყველა თითები იყოს ეს ცხვირი, წამწამი, ცხვირი, ყური, ეს ამ თვალში. და ეს წარმოიდგინე ეს ხელის ანაბეჭდი შვენაირი მეორე ადამიანს არ აქვს. და ღმერთმა თუ იცის რომ შენ როცა ესეთი ჩაქსახა, იმდროს იყავი კაცი. ღმერთს შეეშლებოდა თუ შენი ხელის ანაბეჭდი სხვას არ მიცა შენაირი მეორე ადამიანი შენაირი არ მიცა. იმას ახლა შენი დაბადება შეეშლებოდა. დღეს სამწუხაროდ ნახე, აი ესეც კი სხვანაირად შემოგთავაზეს. აი ესეც კი ამასაც სხვანაირად თავაზობ ადამიანს და ეუბნება რომ ღმერთს ეშლება ეს ყველაფერი. და მე შენ რო ღმერთთან წარდგები, მე და შენ რო ღმერთის არ მოგეწონა ღმერთმა რომ ესე გაგაჩინა. ესე რომ დაგვადა ღმერთმა და შენ რო ღვთის წინააღმდეგ წახვედი. როგორ შეიძლება ეს ღვთის მოსაწონი იყოს? როგორ მოგიწონეს ღმერთი ამას? რანაირად მოგიწონეს ღმერთი ამას? ღმერთმა გაგაჩინა ესე და შენ ეუბნები ღმერთო შენ შეგეშალა, შენ არ იცი მე ესეთი უნდა დავადი, შენ არ იცოდი ეს. და ღმერთს ეუბნები, ანუ შენ ბუნებრივია ღვთის წინააღმდეგი ხარ უკვე. და ღმერთს შენ შეეწინააღმდეგე და ღმერთზე უარი თქვი და ხა შენ თუ ღმერთზე ვარ, ღმერთი როგორ მიგიღებს ესეც? თუ შენ თვითონ მე ისე არ მოინანები და არ ვთქვი რომ ღმერთო მე შლებოდა ესა გავაკეთე ღმერთო აი თუნდაც იმასაც ნახე რომ შეეშალა თუ მოინანიებს ღმერთი იმასაც აპატიოს ანუ ხო რა გითხარით გახსოვთ რომ არ არსებობს ცოდო რომელიც ღმერთმა ადამიანს არ აპატიოს მაგრამ ადამიანმა აუცილებლად მოინანიოს და თუ ადამიანი არ მოინანიებს და არ იტყვის რომ მე შემეშალა ისე ღმერთი ამას ვერ გაპატიოს ამის მაგალითი არის ბავშვებო ძალიან დიდი მაგალითია ჯვარცმა არის ყველაფრის მაგალითი აი ჯვარცმა არის წელი კაცობრიობა ჯვარზე გაყოლება მაცხოვარი ხო გახსოვთ და მაცხოვრის გვერდზე იყო ორი ადამიანი გაყოლი ჯვარზე იცით ეგა ხო იცით ბავშვებო ორივე იცით ვინ იყო ეს ორი ადამიანი ორივე იყო ავაზაკი ანუ ყაჩაღი ქურდი იყო ორივე ორი ადამიანი ვინც მაცხოვრის გვერდზე გაყოლენ იყვნენ ავაზაკები და ყაჩაღები ორივე ყაჩაღი იყო ერთად ყაჩაღობდნენ ერთად დადიოდნენ ხალხს აყაჩაღებდნენ ართმევდნენ კლავდნენ არავდნენ ეს ორი ადამიანი იყო ერთად იჯდა ციხეში და ეს ორი ადამიანი ერთად ამოიყვანეს და მაცხოვრის გვერდზე გააკრეს ჯვარს ორივე ყაჩაღი იყო და წარმოიდგინე თავიდან ჯვარზე რო იყვნენ გაკრულები ორივე დასცინდა მაცხოვარს მე ერთი ადამიანი ნენელა მოდის გონზე ფიქრს იწყებს რომ აი ღმერთო ნახე მე თელი ცხოვრება ავაზაკი ვიყავი ყაჩაღი ვიყავი ესე ვიქცეოდი ამ ადამიანს არაფერი არ დაუშავები ეს არის ჯვარზე გაკრული მე ჯვარზე ვარ გაკრული და იმას ეუბნება იმ თავის მაგას ვის ელაპარაკებიო შენო მე და შენო თელი ცხოვრება ყაჩაღობაში გავატარე ყაჩაღები ვიყავითო უნამოსო ცხოვრებით ვიცხოვრეთო ეს ადამიანი წმინდა იყო და ამას როგორ ველაპარაკებთ ესეო და მე მაცხოვარს მაპატიო გიხოცები რომ ესე ცუდი კაცი ვიყავი ცუდი ადამიანი ვიყავიო და მაცხოვარი ციმაგას ასეუნება ამავას აქვს შენ ჩემთან ერთად იქნებიო დღეს სასწაულშიო დღესვე შეგიყვან ჩემთან ერთად შემოხო 60-ხეშიო მაგრამ მეორე ადამიანს ამას არ ეუბნება ის იმასაც ხო ტკივეს ხო ჯვარზე გაკურდო იმას არც უთხოვია იმას არც უთქვამს რომ მე ისეთი ვარ მე ცოდვილი ვარ მაპატიე შემინდე მას ეს არ უთქვამს ამიტომ ის ავაზაკი ვერ ცხონდა მაგრამ იცი შეინანა ის ცხონდა აპატია ღმერთმა ყველაფერი ამიტომ ჩვენ ესეთი ღმერთი ყავს ჩვენ ყავს ღმერთი რომელსაც ჩვენ ძალიან უყვართ და მზადა ყველაფერი გაპატიოს მიგიღოს ისეთი როგორიც ხარ ოღონ შენ სწორად აღიარო საკუთარი თავი და უთხრა ღმერთს რომ ღმერთო მე მეშლება მე ცუდად ვიქცევი და მე ღმერთი გაპატიოს ყველაფერს მადლობა დიდი ჩვენს არსებობას კარგი მიზეზი აქვს თუ ცუდი უკარგესი და უმთავრესი და აი ყველაფერია ჩვენი არსებობა არის ღვთისგან გასაზღვრული და ძალიან ბედნიერები ვართ რომ ქვეყანაზე ვარ დაბადებულები და გავხდით ამით ბედნიერება არ არსებობს უდიდესი აი იცი შენ არსებობს სამხედრო მნიშვნელობა აქვს თუ დაიბადე იცი ჯერ შენ მაშულობ როგორ გაიხარეს როგორ დაიბადე ხო იცი რომ ძალიან გაუხარდა შემშობლებს იცი რომ გაჩნდა ამ ქვეყანაზე მე იცი შენმა დაბადება რამდენი ადამიანი გაახარა ბებია და ბაბუა გაახარა შენი მშობლებას მეგობრებმა ძალიან გაიხარეს შენ რომ დაიბადე
და ძალიან ბევრი და დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი სიხარულს ანიჭებს შენ დაბადებით. და მე კიდე უფრო კარგი კაცი რო იქნები, მე კიდე უფრო ბევრი ადამიანს გაახარებ. ამიტომ შენ დაბადება დიდ მნიშვნელობა აქვს. ხორცის ჭამა ცოდვა არის თუ არა, იმიტომ რომ ანუ ცხოველი ცოცხალი არსება აი, იყო და საუბარი ზუსტად. მამებს ანუ კი ისიც ხო ღმერთის ქმნილებაა და ისიც ერთხელ მოდის და ჩვენ მას ყვალთ და ჩვენ ჭამთ და ეგ ცოდვა არ არის? არა, არა? არ არის. ნახე, ბადრიჯანი მიწიდან არა მოდის? კი, მაგრამ ის მერე იმის მოწყდეს არ ყდება ბადრიჯანი? კი. არ ყდება ბადრიჯანი? კი. პომიდორი არ ყდება? კი. კიტრი არ ყდება? კი. რატო ჭამთ? ვარ შეჭამთ რა მოგვივა? ნუ მოხდებით. ხო? უბრალოდ ადამიანი საშინა და თუნდაც იმ ბადრიჯანს ისე არ უნდა მოექცე. იმდენი არ უნდა გააკეთო ბადრიჯანი, რომელიც გადასაყრელი გაგიხდეს. როცა ადამიანში აი გაცოდვა, თქვენ ბადრიჯანს არასდროს რომ მოიხმარ, ესე რომ ბევრს დაამზადებ, მისო ხარ, გემოთ მოყარე რო ხარ და ბევრს გააკეთებ და მე რო გადაყრი, ეგ გაცოდვა. იმდენი უნდა გააკეთო, რის ჭამასაც შეძლებ. ის ცხოველის და ისიც ნახე, ეს ვეგეტარიანული მასზე ლაპარაკობდი დღეს, ნახე, მე ხორცი შეიძლება რაღაც ხორცი რაღაც ავჭამე, იმიტომ კი რომ მეზიზღება და მწუს და ვაიმე და ცხოველი მოვყალი და რაღაც. არანაირად, აი მაშინ ესე არაფრის ჭამა არ შეიძლება, მაგ ლოგიკით, ხო? არაფრის ჭამა არ შეიძლება. თევზის მოკლედ თევზი ცოცხალია, არ თევზი არ შეიძლება შეჭამოთ. გახსოვს ხო მაგალითად სახარებაში ქრისტემ თევზი შეუტყვა და თევზი დააჭენა, ხო გახსოვს სახარებაში? ქრისტემ წარმოგიდგენთ ხარ რომ ბადე გადააგდეთო თევზი ამოიყვანეთო, რატო ამოიყვანეს თევზი? რატო ამოიყვანეს? რო შეეჭამათ, ხო მაგით ამოიყვანეს, ხო? ის ამოიყვან და მე ეჭამათ. ანუ ქრისტემ გითხრა თევზი ამოიყვანეთო, ჭამეთო. და თევზია ცოცხალი არ არის? არ არის იმასა არ უნდა სუცხლე? ღმერთმა ჩვენ საჭმელად გააჩინა ღმერთმა ეს ყველაფერი. თავარია შენ ამას როგორ ეპყრობი და როგორ ექცევი, ხვდები? აი შენ არ უნდა მოიქცეს სასტიკად ამ ყველაფერს. და აი არ შეიძლება შენ ადამიანი შენი ღორმოცილობიდან აკეთებდი ამას. ადამიანები არის მონადირეებში, აი ნამდვილი მონადირეები როგორები არიან? იმდენ ნადირს კლავენ, რამდენი წამოღება ჩვენ ამის შეჭამენ. და ესეთი წესი აქვს, მაგათაც მონადირეებს აქვს ეგეთი წესი. ნადირებს რომ მოიპოვებენ ნადირებს, ხო ნადირებენ. მე ყველა ერთად ალაგებს ამ ნადირებს, ესე ერთად ალაგებენ, შენდობას თხოვენ ამ ნადირებს, ესე პირდაპირ შენდობას თხოვენ, პატიებას თხოვენ ამაზე. მე სწორად ინაწილებენ ამ ნადირებს და მე მოაქვს. ისეთ რამეს არ აკეთებენ, ისეთ ჩემს არ კლავენ ნადირს, რომელიც წამოღებასაც იქიდან ვერ შეძლებენ. ნამდვილი მონადირე ესე იქცევა ყოველთვის. ისე დროს არ კლავს ცხოველს, როცა ის მრავლდება. არის რაღაცა პერიოდი, როცა მაგალითად ამაზე ნადირობა არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ დროს ეს ნადირდება. აი თევზიც ესე, აი რაღაცა თევზი როცა ქვირი წყრის, მაშინ მასზე არ შეიძლება თევზი დაიჭირო, იმიტომ რომ ამით დააზიანებ თევზს და იმას. ეს ჩვენმა წინაპრებმა ეცოდა ესე დროს არ ყავდნენ ამას. ერთი კითხვა. მაგალითად ბოროტება ჩაიდინე. აი, მოინანიებ უკვე რა აზრი აქვს თუ ჩადენილი გაქვს. არა. მაგალითად ჩემთვის პირადად არანაირი. კაი, გასაგებია ღმერთი გაპატიებს, მაგრამ კი, მაგრამ აი ვინა ვარ დასწორი ცოდვის გამეთხარ. გასაგებია არა ვინო, მაგრამ ხო და ბოროგო აი ვინმეს აი მაგათაც მე მაგათ არანაირი ცოდვის ჩადენა არ მინდა. მაგრამ ძალიან ბევრი ცოდვის ჩავდივარ მაინც. იცი როგორ არ მინდა ცოდვა რომ ჩავიდე, აი არანაირი ცოდვის ჩადენა არ მინდა საერთოდ რომ თამე ცოდვის მნიშვნელობა უბრალოდ მესმის, როგორ მაზიანებს უბრალოდ ვიცი. მაგრამ მაინც ჩავდივარ ხოლმე ცოდვას. იმიტომ რომ ადამიანი ვარ, სუსტი ვარ. ვერვერები საკუთარ თავს რაღაცეებში და მაინც ჩავდივარ ამ ცოდვას. და ძალიან არ მინდა. ვიცი რომ ძალიან მაზიანებს ეს ცოდვა. ნახე ადამიანი ცოდვისგან დაზღვეული ჩვენ არავინ არა ვართ. ჩვენ იმ სიმაღლეზე არა ვართ. ახლა მაგათ აი ამდენი წელი ეკლესიაში ვარ, ხო? ამდენი წელი სასულიერო პირი ვარ, ხო? ძალიან ბევრ ცოდვაზე ღვთისმადლით გავიმარჯვე. ჩემით არა, ღმერთის დახმარებით და ღმერთს ვთხოვდი რომ დაამარცხებინა ცოდვა და ღმერთმა გამარჯვებინა რაღაც ცოდვებს და რაღაცა ფიზიკური ხორციელი ცოდვები, რაღაცა წლებია უკვე რომ ჩემში რაღაცა ფიზიკურს ვიზახი, ანუ ხორციელ ცოდვებზე რაღაცა ღვთისმადლით კაცი არ გამილახე, ფიზიკურად აღარ მიჩხუბია რაღაცები, ფიზიკურ ცოდვები არ ჩამიდენია, მაგრამ ჩემთვის მაგათ ეს გონების ცოდვა, ჩემთვის ფიზიკურ ცოდვას ნაკლები არ არის. თან ახე როგორ არის უკვე ჩემთვის მაგათად ვიღაც შეიძლება ცოდვაში ფიქრებით კმებოდეს, ჩემში დატკობა კი არა, წამიერად რომ მომივა ცუდი ფიქრი, უკვე ძალიან მაზიანებს. აი წამიერადაც რომ მომიდეს ცუდი ფიქრი, უკვე ძალიან მანგრევს შინაგანად. და ეს წამიერადაც არ მიდის რომ ხოლოს. მაგრამ სამწუხაროდ მოდის ხოლმე ეს პროცესი. ხდები, თუ ადამიანი ამას აი, როცა ადამიანი ამას შეგნებულად აკეთებ, ხო? რთულია მე შეგნებული ცოდვიდან გამოსვლა არის ძალიან რთული. მაგრამ როცა შენი სისტემის გამო გემართება ცოდვა, სისტემის სუსტი ხარ და ამიტომ გემართება ცოდვა, ღმერთმა ის სუსტი ხარ და ღმერთი მაგას მოჭვილი პატიოს. როცა შეგნებულად ჩადიხარ ცოდვას,
იქიდან გამოსვაც ვერ ძალიან ძნელია. ესე მარტივად, მარტო მონანიებით ვერ მოინანიებ. იმიტომ რომ ძალიან რთულია მე შეგნებული ცოდნა გამოსვა. კი, ესე უნებლიეთ, კი, მაგიტომ. ბავშვებო, გაიხარეთ, დიდი მადლობა ყველას და დალოცულები იყავით, გახარებულები იყავით. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელ დღეს და შეგეწიო და გაგახაროთ ღმერთმა და ღვთის კურთხევა, წყალობა და სიკეთე არ მოგაყო და ერთი რამე მინდა გთხოვოთ, ბავშვებო და მე დავათავეთ ჩვენ საუბრს თქვენთან რომ მინდა რომ ღმერთი თელი გულით შეიყვანო. თქვენი სამშობლო შეიყვანო, ერთმანეთი გიყვარდეთ. სამშობლო სიყვარული და ღმერთის სიყვარული გამოიხატება თქვენ ერთმანეთს სიყვარულით. ვერავინ ვერ იტყვის იმას რომ ღმერთი მიყვარსო და ადამიანი არ უყვარდეს. ღმერთს ვერ შეიყვარებთ, თუ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. ვერ შეიყვარებთ ღმერთს. თქვენ რო იძახთ რომ ქართველი ვარ და სამშობლო მიყვარსო და ქართველი არ გიყვარება და ამ ქვეყანაში მაცხოვრება და მე არ გიყვარება, საქართველოს ესე არ გიყვარებათ. თუ გინდათ საქართველოს სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული ისწავლოთ, ერთმანეთის პატივისცემა ისწავლოთ, ერთმანეთის გატანა ისწავლოთ, ერთმანეთის გაფრთხილება ისწავლოთ. აი მაშინ გიყვარებათ საქართველო. თუ გინდათ რომ ეს ქვეყანა გიყვარდეთ, მაშინ გახდით ამ ქვეყნის პატრიოტები. და პატრიოტი რო გახდე, რა უნდა გააკეთო? ამ ქვეყნას უნდა დაიხარჯო. ფეხბურთელი ხარ, ძალიან მაგრად უნდა ითამაშო. მოსწავლე ხარ, ძალიან მაგრად უნდა ისწავლო. ექიმი ხარ, შენ პროფესიას ძალიან მაგრად უნდა დაეუფლო. მღვდელი ხარ, ძალიან პატიოსა და ძალიან წმინდა უნდა იყო და ბოლომდე უნდა იხარჯებოდეს შესაძლო მსახურებაში. მეზობე ხარ, ეზოს გავს, ისე კარგად უნდა დახვეტო, რომ არაფერი არ დატოვო იქ. რომ რაღაც ადამიანის სიბინძური არ დაუტოვო. აი ყველა ადამიანის ცხოვრება თუ ადამიანი ბოლომდე იხარჯება თავის საქმეში, ის არის ნამდვილი პატრიოტი ამ ქვეყნისა. და ის იცოდეთ, რომ აი თქვენ საქმეში უნდა იყოთ პატრიოტები და თქვენ საქმე უნდა გააკეთოთ. რასაც ხელს მოგედოთ ცხოვრებაში. ენაცვალეთ, თქვენ აგხარ დაგლოცოთ მე.